უნდა დაიწყო თუნდაც პატარა მოქმედება. მოქმედებაზე მნიშვნელოვანი საერთოდ არაფერი არ არის. და რანაირად მოხდა ახმეტადან ბიზნეს სკოლაში და მერე უკვე დელოიტში. რამოდესაც შრომობთ, რამოდესაც ვწავლობთ, მაგაშია საიდუმლო. რა ქვია ამ თვისებას მეწარმეში? უსვენრობა იყო ჩემ შემთხვევაში. მეუბნებიან, თქვენ მაგარი რამე მოვარდით. რა მოვარდით? ჩვენი ცხოვრების წელიწადნახევარი და 2 წელი ავიღეთ და გვერდზე გავწიეთ რა. მიხეილ ჩაფურიშვილი ფინანსური და ბიზნეს სტრატეგიის პროფესიონალი, რომელმაც ტოპ აუდიტორული კომპანია დატოვა საკუთარი ბრენდის შესაქმნელად. ცეცხლი აინთოს დამფუძნებელი. ადამიანი, რომელმაც ქართული მაკდონალდსის შექმნის ამბიცია რეალობად აქცია. ბრენდმა მწვადის კულტურა თანამედროვე სტანდარტიზირებულ გამოცდილებად გარდაქმნა. უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ და გაუშვა ჩემი კორპორატიული სამსახური. ეხლა არის დრო, ეხლა შეგიძლია გაბედვა, მოიცოდნენ ვები, ელოძებათ, შეიძლება არც იფიქრონ მაგაზე რა. სუბზოლაში იქნებით ყოველდღე, მაგრამ აი თქვენი თავისთვის იქნებით, ანუ გაცილებით რთულია ვიდრე კორპორატიული სამსახური. რანაირად დაიჭირე ხარისხი, რომელიც ალბათ ფასტფუდისთვის სუპერ მნიშვნელოვანია. რომ საქართველოში ხორცი არ არსებობს, ნახშირი არ არსებობს, ყველი არ არსებობს, არაფერი არ არსებობს რეალურად. აი და მოხმარობა ხო სასტიკია ქვეყანაში. მოთხოვნა არის შედარებით იაფასიან ხორცზე. კეთილი, ეს იყო შესავალი. კაცმანის პოდკასტია ეს. ალბათ მიხვდით. სხვა არავინ არ დაგხვდებოდა აქ ჩემს მაგივრად. და შესაბამისად ვიწყებთ ჩვენ დღევანდელ შეხვედრას. მიშო დავპატიჟე დღეს ჩაფურიშვილი. იმისთვის რომ ჯესტი ვიტყვი რომ მიშომ გამოაგზავნა აი ეს ლინკი ჩვენ რო ჩავაგდეთ. და ვთქვით რომ ჩვენ საქართველოს გავაცნობთ. ნუ ეს არ არის ერთადერთი ხაზი, მაგრამ ერთ-ერთი ხაზი გადავწყვიტეთ რომ საქართველოს გავაცნოთ დამწყები მეწარმეები, საინტერესო ისტორიებით. ახმეტადან მყავდა გიორგი, მოყვა თავის ისტორია, ჯერ ახმეტას ვერ გავწვდით, როგორც მე მივხვდი. ჯერ კიდე ახმეტაში ვართ. რაღაცა არის ალბათ. რაღაცა არის ამაში, მოკლედ უტრიალებთ ახმეტას. და მიშოს მაქედან არის, მოყვება ეხლა ნელ-ნელა. თუ შეხარ დამწყები ენტერპრენიორი, გაქვს უკვე დაწყებული ბიზნესი, ან შეიძლება რაღაც ეტაპზე არის შენი ბიზნესი, გჯერა რომ გაქვს საინტერესო ბიზნეს ისტორია, გაქვს საინტერესო პროდუქტი, სერვისი, გაქვს საინტერესო მოსაყოლი, მაშინ შედი ჩვენ ბმულზე და მოგვიყევი შენი ისტორია, იმისათვის რომ ჩვენ აღმოგაჩინოთ, გაგესაუბროთ და თუ დარწმუნდით რომ შენი ისტორია არის საინტერესო, მაშინ მოგიწვევთ ჩვენს ბიზნეს პოდკასტში და ჩვენ საუბარს ვაჩვენებთ ბევრ სხვა ადამიანს, იმისათვის რომ ამ ადამიანებმა გაგიცნონ პირადად შენ პირველ რიგში, გაიცნონ შენი პროდუქტი ან სერვისი და დაინახონ ვინ დგას ამ საინტერესო პროდუქტის ან სერვისის უკან ენტერპრენიორი, რა გზა იარა, რა გამოწვევები ქონდა და როგორ დაძლია ეს გამოწვევები. მოკლედ, თუ ისტორია არის საინტერესო, აუცილებლად მოსაყოლი. მაგრამ ყველაზე მთავარია რომ მაყურებელს მინდა უთხრა რომ ასე ნელ-ნელა დავიწყეთ თქვენი ისტორიების მოსმენა, თქვენი გამოგზავნილი ვიდეოების, სადაც ჩვენ მოგეცით ბმული, სადაც ყველა საინტერესო დამწყებ მეწარმეს შეუძლია მოგწეროს ვიდეო, მოგვიყვეს რა ბიზნესს აკეთებს. და თუ ჩვენთვის ეს აღმოჩნდა საინტერესო და დავიჯერეთ რომ სხვისთვისაც ეს იქნება საინტერესო, შესაბამისად როგორც მიშო მოხვდებით ჩემ პოდკასტის ეთერში. აბა კეთილი იყო შენი მობრძანება. მადლობა. ერთ ამას ვიტყვი, ეხლა არ არის მარტო мотиваცია შენი ვიდეო გულწრფელად რო ვთქვათ. მეორე მნიშვნელოვანი мотиваცია არის რომ მე შენი ბრენდის და კომპანიის, ანუ ცეცხლი აინთოს ლოიალური მომხმარებელი ვარ. ძალიან მიყვარს წვადი, რა ვქნა ჩემი სისუსტეა, თუ სიძლიერე ვერ ჩამოყალიბდი ჯერჯერობით. და აქვე არაყიშვილზე რო არის ჩვენი სტუდია და ოფისი, მე ძალიან ხშირად შენი აბაშიცის ფილიალიდან ვიძახებ მწვადს. მეწივად ქათმის წვას რო არ მოგატყუო, იმიტომ რომ მე სპეცკვებაზე ვარ, კალორიულზე, შესაბამისად ჩემთვის ქათამი შედის ჩემ მენიუში.
და 10 გამოძახებიდან 9 ქათამია. მე დგება მონატრების ეტაპი. შემოიჭრება ჩემში ღორისწვადის სურათი, კახური ღორისწვადი და მოკლედ სტუნებას მიუყვები მე. მე ანუ ყოველი 10 შეკვეთიდან ერთი ღორისწვადი. მოდის ღორისწვადს. ხო. და ძალიან კმაყოფილი ვარ სხვათაშორის ხარისხით. და გავხდი ლოიალური მოხმარებელი. ჯერზეთი 9 საათში მოდის. ნუ მეწივად 9 საათში კურიერს უკვე მოაქვს. მეორე ერთი მოდის ცხელი. მესამეც ერთი რაც მომწონს იმაში რასაც აკეთებ ის რომ ხარისხი არის სტაბილური და მოლოდინს იშვიათად რო ცდება. ანუ ეგეც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, მაგაზე დაგისვა ბუნებრივია კითხვას. თუმცა აქვე მინდა გითხრა, რომ ქათმის წვადში გაქრა ლიმონი, რომელიც აძლევდა პეც ქათმის წვადს და გადავდივარ შენთან რა მოხდა. რატო გაქრა ლიმონი? ესე იგი დავიწყოთ პირდაპირ მწვადზე საუბარი. აბარა, აბა საიდან უნდა დავიწყო? რაზე უნდა გელაპარაკო? ჯერ მოიცა სანამ ბიზნესზე ვილაპარაკო, ჯერ მწვადზე შევთანხმდეთ. კი ბატონო. ქათმის მწვადი გაქრა, იმიტომ რომ მივიღეთ ფიდბექები, რომ ბევრი საერთოდ ვერ იგებდა რა შუაში იყო საერთოდ ლიმონი. ანუ იმის მიუხედავად, რომ ბევრს ძალიან მოხსნოდა და მეც მაგალითად მომწონს, ბევრმა გითხრა, რომ ეს ლიმონი საერთოდ რა საჭიროა. თან როცა მოდიოდა ცხელი, თავის წვენს უშვებს ლიმონი და ესე წვენში იდგა ხოლმე ერთელი მწვადი. და გითხრეს, რომ მოდი გახადეთ არჩევითი. და სინამდვილეში კი არ გაქრა, არჩევითი გავხადეთ. უბრალოდ მოსანიშნი აქვს იქ, თუ მონიშნავთ არანაირი ფასი არ ემატება, არაფერი არ ემატება, უბრალოდ ლიმონიც გაჩნდება თქვენ შეკვეთესთან ერთად. ხო და ნახე, ვისარგებლე შემთხვევით, რომ კომუნიკაციაში პირველ რიგში მე არ შევდივარ იმ რიგში, ვისაც ლიმონი არ მოწონს. ამიტომ შენ რომ ლიმონი მოხსენი ძირითადი მენიუდან მე როგორც მომხმარებელი განვიცადე ფლუსტრაცია, დავაზუსტებ. ანუ მე არ შევდივარ იმ რიგში, ვინც გაძლევდა იმ უკავშირს. მეორე, შენ არ მოახდინე კომუნიკაცია ჩემთან როგორც მომხმარებელთან, რომ ლიმონი გახდა არჩევადი და მე ანახი ჩემ რეალობაში რო არ მომესმინა ეხა შენგან რო არჩევადი, მე ვერც გავიგებდი ამის შესახებ. ალბათ არის ეგ მომენტი. ხო, ამიტომ ხო ხედავ? კი. არის მომენტი. ვსწავლობთ. 2 წლის ბავშვია. იცი რა, მოდი დავიწყებ ეგეთი რაღაცით. პირველ რიგში მაინტერესებს, იმიტომ რომ მოდი ხა ვთქვათ, მე წვადის მოყვარული ვარ ბავშვობიდან, იმასაც გეტყვი, საიდან მოვიდა ეს სიყვარული. მე, ხა წვადის მოყვარული რო ვარ, მე მგონი საქართველოში უნიკალური წინადადება არ არის. მგონია რომ ის ჩვენი სამეული რაც არის თავარი, ხო? ანუ წვადი, ქაბაბი, ხინკალი არის მაინც ეს რაღაცნაირი სამეულ თუ როგორ არის თუ ქაბაბს არ ვიტყოდი, მაგრამ კი, წვადი და ხინკალი ეს არის, ეს უკვდავი დუო მოკლედ. ანუ უფრო დუო არის, მე ტრიო მგონია. ჩემთვის მაინც დუოა, მაგრამ კი, ალბათ ხო, სადაც შედიხარ, წვადი, ხინკალი, ქაბაბი ეს რაღაც მასტივით არის, თითქოს იქ ყველგან არის ეს რა. კი. არის ალბათ ტრიოც არის. უბრალოდ მე არ მიყვარს დიდად ქაბაბი და იმიტომ უფრო ინგლისურ მწვადის მოყვარული ვარ. მოდი ერთი რაღაცა მითხარი. რანაირად შეძელი? მოდი პირდაპირ ვიტყვი. სამხმარებლო გამოცდილება მაგ და ტყუილა არ ვლაპარაკობ ეხლა. ქათმის წვადი 10-დან 10 უწერ. ღორის წვადი კახური 10-დან 9. კლასიკურის გავთქვენ 10-დან 8. კი ბატონო. ეხა მითხარი, ამავე დროს ორივე კითხვა მაქვს პირდაპირ შენთან. რანაირად იჭერ 10-დან 10 ქათამში, რატო ვერ იჭერ ღორში იგივე ხარისხს? კი ბატონო. პირველი კითხვა. და მეორე, რანაირად გამოგდის ხარისხის დაჭერა იქ სადაც გამოგდის. ის 8 და 9 ხო გიჭირავს. ანუ მოდი ესე ვთქვათ, მე მაინც ნეკნის მოყვარული ვარ. გასაგებია. ხო, და გულისწყეთა მაქვს რომ შენ ნეკნი არა გაქვს. ეგ ჩემი ის არის, სამხმარებლო სურვილია. ხო და ამიხსენი რანაირად შეგიძლია, იმიტომ რომ მე მწვადი ბევრად გივას მაქვს ნაჭამი. მაგრამ პრობლემა მწვადის არის ის, რომ დღეს მაგარია, ხვალ მაგარია, ზეგ შეიძლება 6-იანზე დახვდეს მწვადი. რავი, შეიძლება კიდე შემდეგ დღეს მიხვიდე და ისევ 6-იანზე დახვდეს. მოკლედ, რანაირად დაიჭირე ხარისხი, რომელიც ალბათ ფასტფუდისთვის სუპერ მნიშვნელოვანია, რომ ეს ხარისხი გეჭიროს. კი ბატონო.
საუბარში აღმოაჩინე, რომ თურმე კიდე ერთ რამეზე არასაკმარისი კომუნიკაცია მოგვიხდენია, იმიტომ რომ ნეკნესწვადი სინამდვილეში გვაქვს, ოღონდ გვაქვს მხოლოდ შაბათ-კვირას, ასე რომ ვთქვათ, weekend special-ია. შაბათ-კვირას თუ გესტუმრებით, ნეკნესწვადის დაგხვდებათ. ეხლა გადავიდეთ თქვენს ხوار დაფიქრდები, რომ კომუნიკაცია არ არის საკმარისი მომხმარებელთან. კი, ბევრ რამეზე ვფიქრობ და ამას ნელა გავშლით ალბათ, იმიტომ რომ რეალურად რაღაც დაწყებით ეტაპზე ვართ ჩვენც. ბევრ რამეს დამფუძნებლები ჩვენი თუ აკეთებს, ჯერ არ არის გუნდი იმხელა რომ ცალკე ამას მიხედო, იმას მიხედო, ამაზე მოვუყვები ყველაფერს. ეხლა რაც შეეხება ხარისხის სტაბილურობას. სამწუხარო რეალობა აღმოჩნდა ის, რომ არ ვიცი, საქართველოში ხდებოდა, სხვა ქვეყნებშიც ხდება, შენ გინდა რომ შენი საქმე გააკეთო კარგად, მაგრამ რაღაც ელემენტარული რაღაცებზეც კი გექნება პრობლემა. მაგალითად, გინდა რომ გქონდეს რაღაცა კვების ობიექტი ან რესტორანი და ვერ შეულობ კარგ ხორცს. ვერ შეულობ სტაბილურად კარგ ხორცს. ანუ აქ მნიშვნელოვანი არის ორივე კომპონენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, ვერ შეულობ სტაბილურად კარგ ხორცს, იმიტომ რომ შენ მუშაობ ყოველდღე და კვების ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი სირთულე მე რაც დავინახე ამ დროში არის ის, რომ შენ ყოველ დილით, ყოველ დღე ახლიდან ქმნი პროდუქტს. ეს არ არის რაღაც იყიდე, დევს და ხოლაც იგივეა, ზეგაც იყიდია და ელოდები მოხმარებელს, არა, შენ ყოველ დილით იღებ ხორცს, ამუშავებ და ყიდი. ანუ შენ ერთი მომწოდებელი ყავს თუ რამოდენიმე ხორცის? ხორცის ერთი მომწოდებელი მყავს. აჰა. და ჩვენი მწვადიც, ქათმის მწვადი რატო არის უფრო სტაბილური? იმიტომ არის უფრო სტაბილური, რომ ქათმის ფერმები ბევრია საქართველოში და არჩევანიც რაღაცნაირად არის, რაღაც 3-4 სტაბილური მომწოდებელი ნამდვილად არსებობს. სტაბილურად ხარისხიანი დაბაზუსტად. ხო, სტაბილურად ხარისხიანი პროდუქტი არის. ნახე, რატომ ამბობ? იმიტომ რომ სტაბილურად მე მესმინება, რომ დათქმულ დროს დათქმული რაოდენობა პროდუქცია მოგაწოდა. აი დათქმულ დროს, დათქმული პროდუქცია, დათქმული ხარისხით კიდე სხვა რამეს ნიშნავს. კი. ისე არც ერთი მომწოდებელი არ არის, როგორც მე მინდა. და როგორც მე მიჩვეული ვიყავი, თქვა, როცა მუშაობდი სხვაგან, იმიტომ რომ მე ვიცოდი, რასაც გეტყოდნენ, ამ დროს ეს უნდა იყოს ესეთი, ეს უნდა იყოს ესეთი. ეგება შესაძლებლობაა პირიქით ბიზნესში. კი, შესაძლებლობაა, იმიტომ რომ მე ვხვდები, რომ საქართველოში ხორცი არ არსებობს, ნახშირი არ არსებობს, ყველი არ არსებობს, არაფერი არ არსებობს რეალურად. ანუ შესაძლებლობაა, რა თქმა უნდა, როცა ბიზნესში ხარ, უკვე ხვდები, რომ რა ვიცი, შენ ხელოსანი გჭირდება სიტყვაზე გამწვევი სისტემის, ვერ შეულობ. გამოდის, რომ კარგი ხელოსანს თუ ვერ შეულობ, ესე იგი მოთხოვნა არის იმაზე. შენ გჭირდება სტაბილურად მოწოდებული კარგი ხარისხის ხორცი, ვერ შეულობ. ესე იგი, მოთხოვნა არის სტაბილურ ხორცზე. ყველაფერზე ესე ხდება საერთოდ. ქათამზე რაც გითხარით, ის არის, რომ მეტნაკლებად არის ფერმები, რომლებიც სტაბილურად, ანუ გამართული კომპანიებია უკვე, ასე რომ ვთქვათ. ღორის ხორცი არ ვიცი, რატო გამოდგა ესეთი, რატო შეიქმნა საქართველოში ესეთი ამბავი. არის და მოხმარება ხო სასტიკია ქვეყანაში, ანუ გულისხმობ, რომ აი ესე რომ გადათვალო, ალბათ ყველა რესტორანი რო დააჯამო, არ ვიცი რამდენი ტონა მოხმარება ხდება დღეში, ანუ მარტივად რო თქვა, მოხმარება არის, მაგრამ ალბათ ისე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და გადამხდელუნარიანობიდან გამომდინარე, მოთხოვნა არის შედარებით იაფასიან ხორცზე. და ეს იაფასიანი ხორცი ჩვენ და სამწუხაროდ ჯერ პირველი იმპორტულია და მეორე კიდე რაც უფრო სამწუხარო არის რუსული. საქართველოში რა ღორის ხორციც იყიდება, მისი დაახლოებით 80-90% არის რუსული ღორის ხორცი. რუსეთიდან შემოდის ცოცხალი ღორი, რომელიც რუსულ ღორს ჭამთ. ჩვენ რო რუსული ღორი არ ვჭამოთ, მწვადს ვერ შევჭამთ. ან ჩემთან მწვადი ღორის 19 ლარი ეყირება 37 ლარი. იმიტომ რომ უბრალოდ მწვადი ხორცი არ იქნება ქვეყანაში უბრალოდ. ეს არის რეალობა. და ეს 10% რჩება ადგილობრივ ფერმერებს, ადგილობრივ ვთქვათ, ცოტა მოზრდილ ფერმერებს, რომლებსაც ყავთ რაღაც რაოდენობა, ან თუ არა, მაშინ სოფელში რომ ზდიან ღორს. და რატო ვერ ვიჭერთ 10-დან 10, ვთქვათ, მწვადის შემთხვევაში? იმიტომ რომ ხარ დამოკიდებული ერთ მომწოდებელზე. და იმ მომწოდებელს ხან ცოტა დიდი ღორები ყავს, ხან ცოტა პატარა ღორები ყავს, ხან დეფიციტია ბაზარზე და ადრე უწევს ღორების დაკლა და უშვებს სხვა ხარისხის ხორცს, ხან პირიქით ზედმეტობაში მიდის და ღორი გადაეზდება და შეიძლება ცოტა განსხვავებული იყოს. ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ ვიყოთ 8-დან 10-მდე ყოველთვის. ანუ ჩემი მიზანი ხა პერსპექციონიზმი შენ ჩემ შეფასება სამომხმარებლოს ეთანხმები თუ არა ციფრებში რაც თქვი? თუ შენ წარმოდგენაში სხვა ციფრებია. ანუ ქათამი რო შევაფასე და ღორი. მე არ გავიგია შენი პოზიცია.
ხო, ალბათ უფრო ვეთანხმები, ანუ ქათამი ყოველთვის ერთნაირია რა, ანუ ქათამი ძალიან სტაბილურია ქათამი, იმიტომ რომ ერთნაირი მარინადი აქვს და რაღაცნაირად ერთ გემოზე ყოველთვის მოიყვან. მაგრამ ღორის ხორცი ცოტა ისეთია. კი, ვეთანხმები, მაგრამ 8, ხო, კახურს 9, კი, ყველა ვარიანტში 9, კი, ეკუთვნის. ეკუთვნის. როგორც მინიმუმ ეკუთვნის. ხო, ერთი გულით უკეთესია რა, ნუ რა ვიღა, მე ისის გამისინჯე, ისის გამისინჯე. ანუ ქათმის წვადებში უფრო მაგარია, ვიდრე ღორის წვადებში. მოდი ახლა ვთქვათ, შენი ბიზნესის ინოვაცია არ არის მწვადის შეწვა. არა. შენი ბიზნესის ინოვაცია როგორც ხვდები, არის მოდელში და მოდი ეს მოდელი მოყევი მაშინ. ანუ რა მოდელი გაქვს და როგორ შექმენი ეს ბრენდი და რა არის შენი ბიზნეს მოდელი მარტივად რომ მომიყო. ბიზნეს მოდელი არის არ ვიცი რამდენად fast food-ი ქვია, იმიტომ fast food-ი ყოველთვის რაღაცნაირად უხარისხოსთან ასოცირდება, არ ვიცი და არ მინდა ხოლმე რაღაც fast food-ი დავარქვა, მაგრამ fast-ია, იმიტომ რომ ძალიან სწრაფია რა. რა არის სწრაფი? სტანდარტი რა გაქვს? 15-დან 20 წუთში უნდა გავიდეს შეკვეთა. ანუ ეს არის რაღაცა ახალი გამოცდილება ჩემი წარმოდგენით, რომ შენ წვადის საჭმელად არ გიწევს რესტორანში მისვლა, არ გიწევს მენიუს მოთხოვნა, არ გიწევს მიმტანის ლოდინი, ზაკუსკები შეკვეთა, რაღაცეები შეკვეთა, რაღაცა იქით ვიღაც არ კეიფობს, აქ ვიღაც ხინკალს არ ჭამს იქით, აქეთ ვიღაც ელარჯს არ ჭამს, შენ მიდიხარ, იმიტომ რომ უნდა ჭამო მწვადი, რომელიც უნდა მიიღო შეკვეთიდან 15-20 წუთში. უბრალოდ უნდა ჭამო, დაჯდე, მოვა მწვადი და შოთი, ჭამო, ადგე, წახვიდე, გააკეთო შენი საქმე. ეს უნდა მოხდეს. მოკლედ შენ გაქვს მარტო მწვადი და ქაბაბი, ხო? მწვადი და ქაბაბი, სულ 4 დასახელების კერძი მენიუში. ო, ან მაგიტო ეძახი McDonald's, რო ცოტა არის, ანუ ვიწრო მენიუ არის, McDonald's აღარ აქვს ვიწრო მენიუ. McDonald's ძალიან დიდი მენიუ აქვს. McDonald's ხო, მაგრამ McDonald's-იც ხო არის. შეხოთაშორის ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, აუცილებლად McDonald's-ზე ოდესღაც დაველაპარაკები McDonald's-ის რა მენეჯმენტს ალბათ, ეგ დროც მოვა. ჯერ მენეჯერებს არ ვიცი, ჯერ მართლ პარტნიორებს ველაპარაკები მეცი ვარ. შეიძლება თეგა არის კიდევაც მართალი პარტნიორი, ზუსტად არ ვიცი სტრუქტურა. ის არა ქვია, რას ვამბობ, იცი, რომ McDonald's-მა რაღაცა კუთხით ჩემთვის McDonald's-ობა დაკარგა. კი, რა თქმა უნდა. საქართველოს უფრო მეტად მიდის რესტორნისკენ და არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ აგერ არაკეშველზე არის მე ოფისში რომ ამოვდივარ ძალიან ხშირად, ნუ გაული, ჩაული რაღაცები, ქვეყნის ხალხია, მაგრამ მე მაგალითად არა, იმიტომ რომ ჯანსაღყვებაზე კიდე მეორე ფაქტორია, რატომაც გავეშვი საერთოდ მაგნოს ზოგადად მენიუ მიყვარს, მე ჩემ პრეფერენციებია ბანკი იქ, მაგრამ ბიჭო იმ ხელა მენიუ გახდა და იმდენად აგვიანებ შეკვეთა, რომ ხანდახან მგონია, რომ მოდელში რაღაცა მოხდა. ანუ და ეს რაღაცა ინტერიერში ინტენსიური ინვესტიციები, კაპექსში, რასაც ხედავ, მანქანებში, ანუ რობოტებში, რაღაცეებში რა. ანუ უფრო და უფრო როგორც ხვდები McDonald's-ი უხვევს რესტორნისკენ. ანუ მე ეგეთი განცდა დამჭირდა. იდეაში როცა ახალი McDonald's-ი იხსნება, თუ ნახავთ თქვენ ან უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. press release ან განცხადებას ამბობენ გავხსენით ახალი რესტორანი. ხო, ნუ რესტორანს აპოზიციონირებენ. თვითონაც რესტორანს ეძახიან. და შენ როგორ ხარ? აი, fast food-ი არა ხარ, რა ხარ? ამას ქვია თუ არ ვწდები ინგლისურად fast casual restaurants ქვია ესეთ რაღაც ადგილებს სადაც ქართულად მითხეთ, თორე ისე ბარბარიზმს იძახიო და გვაბრალებენ. ხო, ვიცი, მე კომენტარებში დაწერენ, რომ ქართულად რატო ვიღაც. ხო და თქვი ქართულ, მოდი შესატყვისი მომზებნო. სწრაფი მომსახურების რესტორანი. კი, ესე ქვია, მაგრამ რესტორანი არა, სწრაფი მომსახურების რესტორანი. ობიექტი. და McDonald's კი საქართველოში თუ არ ვიცი ხა სხვაგან რა ხდება, მაგრამ კი McDonald's fast food-ი აღარ არის, შეიძლება შეხვიდე და რა ვიცი 1 საათი ელო და მე მიდიხარ იქ სალაროს უყურებ, სად არის ჩემი შეკვეთა და რა ვიცი რესტორანში რომ მიხვიდე იგივე დროში მიიღებ შეკვეთას და თავქიდან გამომდინარე fast food-ად დიდად აღარ აღვიქომ რა. არც მე. ხო, ნუ მოდელში ცვლილ, McDonald's თავი გავანებო, თვითონ ილაპარაკოს თავის თავზე და შენ მითხარი ეგეთი რაღაცა. შენ რამ გამოგაყოფინა მთელი ქართული მენიუდან, რომელიც არის საკმაოდ, მოდი ესე ვთქვათ, მრავალფეროვანი, ჩვენ სამზარეულო მე მაგრამ მიყვარს. აი როგორ სამატრიალო, სადაც წავალ, ხო შევჭამ ფრანგულს, ესპანურს, გერმანულს, იქ სოსის მივირთვე, იქ იმეზე და ბოლოს გამახსენდება ჩვენი საჭმელები და ერთ კვირაში მობეზრებული ვარ და მენატრება აქაური, ნუ რავი, მოდი ესე ვთქვათ, ჯანმრთელობის კუთხით რა მოგახსენო, მაგრამ გემრიელობის კუთხით სასწაული მენიუ. და რატო გამოყავი ეს წვადი? ან რამე განსაკუთრებული სიყვარული ქონდა მწვადის, ამ ისტორია გაქვს წვადთან დაკავშირებით. აი როგორ გამოყავი? მოდი, კითხვა არის ეგეთი, როგორ გამოყავი, რომ მინდა მქონდეს 4 მენიუში მქონდეს 4 დასახელება და იქნას 3 მწვადი. როგორ მიხვედი ამ იდეამ?
ხო, მწვადთან ალბათ რა ვიცი ხა კახეთში დავიბადე და კახეთში გავიზარდე. აი მწვადი სად დაიბადე კახეთში? ახმეტაში დავიბადე და სკოლა თელავში დავამთავრე. მაგიტო თქვი რომ ახმეტას ვერ გავხსნით. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაც 10 წელს ვიყავი თელავში გადავედით ოჯახი და სკოლა თელავში დავამთავრე. და რაღაც მწვადი არის ჩემთვის ძალიან ისეთი ნაცნობი ამბავი და ის მომენტის მაქვს რომ ვიცი კარგი როგორია და ცუდი როგორია. მაგალითად ეხა რა ვიცი სიტყვაზე მიყვარს კუპატი, მაგრამ არ ვიცი. კარგი როგორ არ ვიცი, მაგრამ აი ლატისი არ ვიცი რა, აი ძალიან კარგი როგორია და ძალიან ცუდი როგორია და აი მწვადზე ვიცოდი ეგ ამბავი. და მეორე მომენტი ის იყო რომ ხედავდი რომ არსებობს რაღაც სპეციალიზირებული ობიექტები, ხო, არსებობს პიცერიები, არსებობს რა ვიცი საბურგერეები, სახინკლეები მათ შორისაც. ის სამწვადე როგორც ასეთი რაღაცნაირად სამწვადე აღიქმება, აი სამწვადე რაღაცა რაღაც ძველმოდურად თითქოს და რატო არ შეიძლება რომ იყოს რაღაც თანამედროვე სამწვადე, რომელიც რაღაცა საერთაშორისო რაღაც ბრენდთან თქვა მიახლოებული იქნება, თუნდაც ინტერიერი, თუნდაც ექსტერიერი, თუნდაც ხო, აქ ვინც გვიყურებთ, ვისთვისაც წვადი არის წამყვანი კერძი დაპლუსთით. რომ მან დავინახოთ ვინ არიან აქ წვადის ორი მოყვარული კი ვზივარ, მაგრამ იქეთ ამ ხარეს რამდენი მოყვარულია, ეგეც მაინტერესებს. და თან მივხვდი რომ სწრაფად შეიძლება მწვადის შეწვა სჭირდება 12 წუთი დაახლოებით რა, ანუ თუ გამზადებული გაქვს ყველაფერი 12-15 წუთი სრულიად საკმარისია, ანუ ამას ახლა არ ჭირდება რაღაც დაადგა და მოხარშო და ელოდო. მწვადი და შოთიდან, აი მწვადი და შოთი ხო რაღაც აი ყოველთვის რამე ემოციური ისტორია გააქვს წვადზე? ემოციური არ ვიცი ახლა, მაგრამ აი ბავშვობაში რაც დაგემართა და რაღაცნაირად ემოციურად შეგაკავშირა წვადს. მე მაქვს ორი ისტორია, რომ შემოგისმენ ჯერ და მე მოყვები. შეკავშირება არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად ხუმრობ ხოლმე, რა ვიცი, სადღაც რომ მივდივარ მეგობრებთან ერთად, ხანდახან მithქვია, რომ რამდენი ხანია, ალბათ ერთი შეიძლება 20 წელია, 25 წელია, 20 წელია ალბათ, ხო, 33 წლის ვარ. სხვის შემწვარი მწვადი არ მიჯამია. სულ შემწვა? ბავშვობიდან არ ვიცი, რაღაც სკოლიდან რომ დაიწყო, სადმე თუ წავიდოდით მეგობრებია, ან მეგობრები მერი, ან ძმაკაცები, ან უნივერსიტეტში, ან შემდეგ, ანუ უბრალოდ რა ვიცი, სხვის შემწვარი მწვადი დიდი ხანი არ მიჯამია. რომ ხედავ ვიღაცა რომ მწვადს წვავს, თუ რაღაცას ვამჩნევ რომ ვერა, მირჩევნია რომ მოდი. ვიცი კი, ესე მაცვია რაღაც უმთა ჩაცმული ვარ, მაგრამ მოდი მე მიშვი, მე შევწვა. ხო და რაღაცნაირად აი ვიცი რა, ვიცი ეგ ამბავი. მე მაქვს სამი ემოციური ისტორია წვადზე, მოკლედ ყვები. პირველი, ყოველ შაბათს დედაჩემს დავყავდი, იყო ეგეთი რესტორანი ჩარგალი თბილისში. ეხა სადაც ის არის. აქვია გუდვილი რო არის საბურთალოზე დიდი. სიტი მოლი ხო? ანუ იქ იყო ეგ რესტორანი და მე და დედაჩემს ჰქონდა ტრადიცია, დედაჩემს გავყავდი და ისჭამდა ხინკალს და მე ვჭამდი წვადს. ანუ მთელი ბავშვობა ყოველ შაბათს ეს იყო რაღაცნაირი ურთიერთობის სივრცე დედაჩემთან. პირველი, რატომაც ემოციური კავშირი მაქვს წვადთან. მეორე, მე ძალიან პატარა რო ვიყავი, ქუთაისში ცხოვრობდა ჩემი ბებია და ბაბუა და თბილისიდან დედაჩემი მიშვებდა და მატანდა ავტობუსის მძღოლს. აი ეგეთი რაღაც წინ ეგეთი ტაფჩანი იყო, მძღოლებს ჰქონდა ტაფჩანი და იქ სვავდნენ რაღაცნაირად იქ სვავდნენ და იქ მივდიოდი და მძღოლები პერევალზე რო ჩერდებოდნენ, მძღოლებს ჰქონდა თავისი წვება. ის წვება იყო რიკოძე, იყო წვადი. და მძღოლები მიყოფდნენ თავის პორციას. პატარა ბავშვი რო ვიყავი და მანდაც ანუ ხვდები აი ესეთი პატარა ემოციური რაღაცეები ქმნის ალბათ მე გამოცდილებას რის გამოც ჩვენ ემოციურად ვებმივთ. მათ შორის სოშის ლიმონაძეს არის კვლევა გაკეთებული, კვლევა მინახია რომ რეალურად ლიმონადი გვაგონებს ჩვენ ბავშვების გემოს და მაგიტო სვავთ ლიმონადს ჩვენ შენარჩუნებული გვაქვს ეგ ტრადიცია დღემდე. მოდ დაუბრუნდები ეგეთ რაღაცას. პირველი მაინც ახლა მწვადზე მოვითელეთ რაღაცაები. ხო, ნახშირზეც და ეს რაღაცას მინდოდა მეკითხა რომ სპეციალური პროცედურა გაქვს როგორც მწვადი იწვება, ანუ რაღაცა სტანდარტი არის ნახშირი, ანუ მანდარი რამე რეცეპტში რას მონაწილეობს? კი, მონაწილეობს ახლა ნახშირი, რა ვიცი, ბევრმა არ იცის, მაგრამ ნახშირი მწვადის შეწვისას არის, რა ვიცი, მარჯვენა ხელი რა. ნახშირი თუ კარგია. ხორცის მერე. შემდეგი არის ნახშირი, აი ნახშირთან ცალკე ურთიერთობაა, ცალკე აი მე მწვადები რომ მოდიან ხოლმე ჩვენთან სამუშაოდ, აი სტაჟირებას გადიან ნახშირთან ურთიერთობაში. ოღონდ მართლა. ანუ იმიტომ რომ ეხა შეიძლება რაღაც 3 შამპური შეწვა, მაგრამ როცა რაღაც ბევრი შეკვეთა შემოგდის და 30 და 40, კარგი ნახშირი თუ არ გაქვს და კარგად თუ არ ხარ მომზადებული ამ ყველაფრისთვის, ვერ შეძლებ უბრალოდ. ასე რომ კი არის რაღაც პატარა დეტალები არის, რომელიც სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ შეხედვით შეიძლება არ ჩანს და ვიღაც იტყვის რომ ხა ხორცი იყოს და ყველაფერს ვიზამ, მაგრამ ვერ იზამ.
არ არის მარტივი სინამდვილეში. და რატო ნახშირი და არა წალამი? ეგ სამწუხაროდ უფრო ინფრასტრუქტურის ამბავია, იმიტომ რომ ჩვენი ფართები ძირითადად კორპუსებთან ახლოს არის და ეგ ძალიან ძნელია რომ ცეცხლი აანთო. მართლა პირდაპირ ნიშნავს რომ ცეცხლი დაანთო, და წალამს აქვს საკმაოდ სახელში რო გაქვს ცეცხლი აინთო რა უქნათ ახლა. მოგთხოვე პასუხი და რა სახელში რო გაქვს ძალიან დიდი ალი აქვს წალამს და ეგ ცოტა შეუძლებელია. თუ როდისმე ალბათ გვექნება რაღაც ერთი ობიექტი ქალაქ გარეთ, შეიძლება აი იქ იყოს ცეცხლი აინთო წალამზე მარტო. წალამზე. ეგეც იდეა, აჰა. ეგეც იდეა. იდეა ერთი. რატო არა? დადგა ეს ნანატრი მომენტი, როდესაც მე წარმოგიდგენ ჩემ პირველ წიგს აცმანობის გარეშე გზა განთლიანებისკენ, სადაც მე აღწერე სრულად ჩემი ტრანსფორმაციის გზა და შეიძლება შენთვის ეს გზა აღმოჩნდეს ძალიან საინტერესო. ეს წიგნი გამოსცა გამომცემლობამ ლურჯმა ოკეანემ. შეგიძლია შეიძინო ეს წიგნი ბიბლუში და პალიტრას მაღაზიებში, როგორც ფიზიკურში, ისე ონლაინში და ასევე შეგიძლია დარეგისტრირდეთ ჩვენ ლინკზე, რომელიც იქნება მითითებული და თუ ამ ლინკზე დარეგისტრირდები, მაშინ შეძლებ მოხვდე ბიბლუსის ქსელში, სადაც მე დავივლი, ჩავატარებ პრეზენტაციებს, გავაკეთებ წიგნის ხელმოწერებს, გაგიცნობ პირადად, ჩამოგართმევთ ხელს და გადავიღებთ ერთად სელფის. კითხვა მაქვს, მოდი ეხლა რევერსუა, წვადზე მორჩი და ტექნოლოგიაზე მორჩი ლაპარაკი, გავხურდით ოდნავ. ეხლა მაინტერესებს ეგეთი რაღაცა. რა მოგაწერინა ჩემთან? რა გინდოდა? ანუ რა მოდი ისე ვთქვა, რა მოგაწერინას შივგულისხმობ, რა თვისება არის იმის უკან რამაც მოგაწერინა. კი ბატონო. ერთი პირველი რაც არის ის რომ რასაც ვუყურებდი შენს პოდკასტთან ძალიან მომწონდა, იმიტომ რომ ბევრს საუბრობდი აი კორპორატიულ სამსახურზე, კორპორატიული სამსახურის დატოვებაზე, მეწარმეობაზე და პირველი რაც გამიჩნდა ის რომ მეც მინდა რომ ველაპარაკო ამ ადამიანს. ანუ ინტერესი გამიჩნდა, პირველი ინტერესი აღმეძრა, რომ მე ვთქვი რა კარგია, რა საინტერესო პოდკასტია, რა საინტერესო წამყვანია, რა საინტერესო სტუმრები ყავ. მეორე რა თქმა უნდა ეხა მინდა რომ ჩემი ბრენდი, ჩემი კომპანია წარმოვაჩინო მეტმა ადამიანმა გაიგოს ჩემზე და ეს რა თქმა უნდა ჩემს კომპანიას ძალიან წაადგება. და მესამე რაც ჩემთვის ასევე ძალიან კარგი იქნება თუ ამას შევძლებ, რაღაცნაირად ადამიანებს ვუთხრა, რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაცები გააკეთოთ. დატოვოთ თუნდაც სამსახური და რაღაც თქვენ თავს შეუსრულოთ რაღაცა თქვა ოცნებები თქვენი მიზნებისთვის იშრომოთ, იმუშაოთ და გამოგივიდეთ. ანუ ყველაფერი შესაძლებელია სინამდვილეში. და შენი ისტორია რემის დასტური, რომელსაც ახლა მოყვებით. ჩემი აზრით კი. კაი, თუმცა შენ არ უპასუხე ჩემ კითხვას. ჩემი კითხვა არ იყო მიზეზი რატომ მომწერე. ეხლა შენ გამეცი პასუხი მიზეზები, რატომ მომწერე. და მე შენ კითხე რა ენტერპრენიორიული თვისება არის ის, რაც გადაგადგმევინა და ეგნაბიჯი და მოგაწერი. ეს არის მთავარია გამბედაობა, ხო? გამბედაობა. შენ უნდა გაბედო, რომ ჩაწერო ვიდეო, წახვიდე, ისაუბრო, მიუხედავად იმისა, რომ პოდკასტში შეიძლება არასდროს არ ყოფილიყარ, მაგრამ იცი, რომ უნდა გაბედო, იმიტომ რომ ეს კარგია და ეს არის სწორი. გაბედოა. ეს არის პირველი. აი, მოდი დავიწყოთ. სად იყო შენი კარი? ანუ მოდი სად დააპივოტე იმისკენ, რომ გადაწყვიტე, რომ გააკეთებინე შენი ბიზნესი, სად მოღვაწეობდი? მაგწერილს შევიდეთ ახლა. რა მომენტში მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ხო რადგან ახლა ბოლო 5 წელში მოხდა, მუშაობდი ერთ-ერთ კარგ და წამყვან კომპანიაში. და თქვი რა სახელ ჩვენ აქვს Deloitte ეს არის. ან Big 4-დან Big ერთ-ერთი. 4, კი ბატონო. Big 4 თარგმნი. რომ მე შარი არ მომდოთ. ეს არის 4-ეული, ცნობილი 4-ეული აუდიტორული კომპანიებისა, რომელსაც აქვს ესეთი მიწახელი 4-ეული, რადგანაც ეს 4-ეული არის, აი როგორც რაგბში არის 6 ნაცია, ხო? ეგეთი არის აუდიტორულ სამყაროში, ფინანსურ სამყაროში ცნობილი აუდიტორული 4-ეული. ამ 4-ეულში შედის ერთ-ერთი არის Deloitte. განმარტება გავაკეთე. კი ბატონო. დავიწყე სტაჟიორად 2014 წელი იყო. მაიცა მან არ წახვიდე. მან პირიქით ისტორია მაინტერესებს, ახმეტა და როგორ მოხვედი Deloitte. მაიცა და. მოდი ხა წერტილში, საშენ Deloitte-ში, ნამუშევარი ხარ, გაქვს წარმატებული კარიერა, ხარ მენეჯერი, აი ეგ მომიყევი. ვარ მენეჯერი, მუშაობ. რამდენი წელია მუშაობ მაგ დროს უკვე? Deloitte-ში რამდენი ხარ? 8 წელი ალბათ. ჯამში 11 წელი ვიმუშავე და ალბათ შავთვალოთ რომ თქვა 3 წელით ადრე დავიწყე უკვე რაღაცებზე ფიქრი.
ან დაწინაურების კიბე გაიარე დელოიტში? კი, რა თქმა უნდა. შეგიძლია ორი სიტყვით მომიყვე რა დაწინაურებები გაიარე? დაწინაურება დელოიტში საერთოდ ესეთ კომპანიებში არის ძალიან მოწესრიგებული ამბავია, იქ არ არის ესე რომ რაღაც დღეს რაღაც უფროსი кай ხასიათზეა და ზუთ ხასიათზეა, იწყებ ინტერნეტიდან იწყებ ყოველი წლის სექტემბერში არის პრაქტიკა. ინტერნი არის პრაქტიკა. ინტერნი არის პრაქტიკა, კი, მიდიხარ ინტერნეტ და ყოველი წლის სექტემბერში არის შეფასება. შენ გაფასებენ, შენ როგორ მუშაობდი, როგორ იქცეოდი, დისციპლინა, აღწევდი თუ არა იმ მიზნებს, რაც დაგისახეს, რომელიცაც მივხვდი, რომ თურმე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანს ზუსტად იცოდეს, რას ელოდები შენ მისგან. ყოველი წლის სექტემბერში არის შენი პერფორმანსი უნდა თქვა ისე, ხო, შენი შესრულება. მოღვაწეობის შეფასება, ესე რომ ვთქვათ. თუ კარგად აკეთებ შენ საქმეს, გადადიხარ ერთი ნაბეჯის წინ. ერთი ნაბეჯის წინ არის პირველი წლის კონსულტანტი. ხარ პირველი წლის კონსულტანტი, მოდის სექტემბერი, ისევ ეხლა მნიშვნელოვან რაღაცას ამბობ. და მნიშვნელოვანია რომ გავაგებინოთ ადამიანებს. საერთაშორისო კომპანიებს მაღალი სტანდარტის ეგრე ვიტყოდი, საერთაშორისო კომპანიებს აქვს მკაფიო კარიერული კიბე. კი. და სხვადასხვა მე არასოდეს არ მიმუშავია ეგეთ კომპანიაში საერთაშორისო ისეთი სტანდარტის, თუმცა საქართველოში მიმაჩნია რომ საქართველოს ბანკი არის მოწინავე თუ ქართულ კომპანიაზე ვლაპარაკობთ, ერთ-ერთი მოწინავე კომპანია არის, რომელსაც გააჩნია გინ შეფასების სისტემები და გინდა კორპორატიული კულტურა და მართვა და რაღაც ინსტიტუტები განვითარებული აქვს მაინც. და უცხოელებს დიდი ხანია უკვე ეგ აქვს თან გამჭირვალე, ანუ ადამიანი ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს იმისათვის რომ დაწინაურდეს. სწორად მესმის? კი, აბსოლუტურად სწორად გესმის და ეს არის რაღაც გამორჩეული, რაც ვნახე რომ ეს არის ძალიან მაგარი უბრალოდ. ოკეი, და რამდენი საფეხური გაიარე ამ 11 წელიწადში? აი რომ მივყვეთ ბარემ ინტერნი, პირველი წლის კონსულტანტი, მეორე წლის, მესამე წლის, მერე უფროსი კონსულტანტი, სენიორ კონსულტანტი, სენიორ კონსულტანტი 1 წლის, 2 წლის, ასისტენტ მენეჯერი და მენეჯერი. ამ თელ კაი დიდი კიბეია. კი, რა ვიცი, ამ 1 წელი ჩათვალე, ხო, რაღაცა დრო 7 წელი, 6 წელი შეიძლება დაგჭირდეს რომ გახდე მენეჯერი. და გახდი. გავხდი. ოკეი, ანუ კაი ხელფასი გაქვს? კი, ნორმალური. კი, კარგი ხელფასი მაქვს, ქართული პირობებით კი, კარგი ხელფასი. ნუ ქართულ პირობებში ხარ. კარგი ხელფასი. კაი ხელფასი გაქვს, საერთაშორისო კომპანიაში ხარ. რაღაც კუთხით ტანკში ზიხარ. კი. არის ეგეთი განცდა, რომ ესეთ კომპანიაში არის და ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მან, გეკითხებიან სად მუშაობ დელოიტში და ზოგმა არის დელოიტი რა და შენ იცი სად მუშაობ. დელოიტი იცი რა არის და არ ვიცი, დელოიტი არის მართლა არის ეხლა რო ჩახედო ციფრებს, სოფლიოში ყველაზე დიდი პროფესიული სერვის ფირმა. ანუ ყველაზე დიდი კომპანია ეხლა რეალურად მაგ მიმართულებით და შენ ეუნებიცი მე ერთ-ერთ ქვეყანაში, ნუ 100-ზე მეტ ქვეყანაშია და მე ქართული კომპანიის ერთ-ერთი მენეჯერი ვარ. და ეს რაღაც ის არის რა. სტატუსია თუ რა? სტატუსია, რომ შენ იქ მუშაობ. კი, სტატუსია ეს და ანუ თავისთავად კარგი განაზღაურებაც გაქვს. რაღაცნაირად მართლა ტანკში ზიხარ. კაი დაზღვევა გაქვს. კარგი დაზღვევა გაქვს, დადიხარ უცხოეთში გიშვებენ ტრენინგებზე, კარგ სასტუმროებში გასვენებენ. End of busy season-ი, ანუ სეზონი დამთავრდება, კორპორატულებს გიხდიან საუკეთესო სასტუმროებში, თუ რამე ხდება საქართველოში, ყველგან მიდიხარ, ყველგან მოდიხარ, პლუს უცხოეთში დადიხარ. თუ რა უნდა გინდოდეს მეტი? ანუ ამ კუთხით რო შეხედო, ხო? ხო, ანუ ვიღაც გეტყვის რომ მეტი რა გინდა შვილო. ხო და რა შეიპარა აი ამ გზაზე? აი ამ დავარცხნილ კორპორატიულ გზაზე რა შეიპარა შენში? მაინც ხვდები რომ მეტი შეგიძლია რა. ეგ არ არის ის რაღაც რაც მაგისთვის დავიბადე, რომ გავიარე ეს კორპორატიული სამსახური, მაქვს დედლაინები, პროექტები. ნუ თუ აი ამისთვის დავიბადე, აი ეს არის სულ რაც უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში და ფიქრობდი მაგაზე. ამისთვის დავიბადე და ვინ ვარ მეც გაჩნდა მასთან. ვინ ვარ მეც, რა თქმა უნდა, ვინ ვარ მეც, იმიტომ რომ მე როცა დავიწყე ხა რეალურად არ ვიცი ხა მე არ მიფიქრია რომ რაღაც ხა მე უნდა გამხდარიყავი მაინც და მაინც აქ უნდა მიმუშაო და ეს უნდა ყოფილიყავი. ხო მე ხო რაღაც ჩემი ფიქრები მქონდა, მე ხო ჩემი განცდები მქონდა, მე ხო ჩემი აზრები მქონდა. ის საერთოდ არაფერში არ არის რა. ანუ შენ მუშაობ, წინაურდები, წინ მიდიხარ. ანაზღაურება გემატება, სტატუსი გემატება, მაგრამ იმისი კითხვა კიდე ბევრი რაღაცაა. ნუ ფიქრობ, შემეპარა ნელ-ნელა რომ რა ვიცი, რამდენი ხანი ვიქნები ესე რა. რაღაცა უნდა აი ვერ ვისვენებდი რა. რაღაცნაირად აი შაბათ-კვირა მოვიდოდა და დრო მქონდა და რაღაც მე ვთქვი ხა აი ამდენი დრო სად მაქვს? რატომ მაქვს ამდენი დრო? არ უნდა მქონდეს ამ დრო. ეგეც შეიძლება არასწორია. ირგებდი რომ იმ შაბათ-კვირას? აი რაღაც მომენტებში შევირგე და რაღაც მომენტში უკვე შაბათი რომ მოდიოდა და მე აი უბრალოდ საქმე არ მქონდა
უკვე მეგონა რომ რაღაცას ვაშავებდი. არ ვიცი რატომ მქონდა ეს შეგრძნება. საერთოდ არ ვფიქრობ რომ ეს ნორმალურია და სწორია. არ ვიცი, მაგას არ ვიტყვი მე რასაც მოვუყვები საერთოდ არ ვიტყვი ეს ესია, ის ისია. ეს ჩემი შეგრძნებები იყო რა. მით უმეტეს ეხა ისეთ სამყაროში ვართ და ისეთ დროში ვართ, რომ აი სულ რაღაც სადაც შეხვალთ, TikTok-ია თუ Facebook-ია თუ LinkedIn-ია, ის იქ იმან იქ ჩააბარა, ამან ეს გააკეთა, იმან იმას აჯობა, ამან ამას აჯობა, ამან ის გააკეთა და შენც რაღაცნაირად იმაში ხარ, რომ მეც რაღაც ეხა აი მუშაობ გავიგე, მაგრამ რაღაცა იქნება მეც უნდა ვქნა. და აი შემეპარა და რომ ალბათ კიდე რაღაც უნდა გავაკეთო, მაგრამ წარმოუდგინე ამ გზა უნდა გავაკეთო. უბრალოდ ვიცი რომ რაღაც უნდა გავაკეთო. ანუ ეს რაღაც ფიქრი რომ მოდი ეხა მე რაღაც ფასტ ფუდი ხო საერთოდ კვების სფეროში უნდა ვიყო თუ არ უნდა ვიყო საერთოდ მაგაზე წარმოუდგენა არ მაქვს. ანუ უბრალოდ რაღაცა შენიგი და ანუ ეგ აკვიატება იყო რომ რაღაცა უნდა გავაკეთო? ხო რაღაც ჩემი კი რაღაცა უნდა გავაკეთო. ანუ ესე ვერ ვიმუშავებ, ანუ ვერ დაველოდები იმას რომ გავხდე რა ვიცი მე დირექტორი მოდის, მე პარტნიორი მოდის, რომელიც შეიძლება ან გახდე ან ვერ გახდე, ეგეც რა ქვია. განანტირებული არა? არ არის, იმიტომ რომ ეხა ბაზარი არ არის საქართველოში იმხელა რომ რაღაც Deloitte და ყველა ეხა რაღაც ამ კომპანიებს განაწილებული აქვს ბაზარი, ხო, ვიღაცა საქართველოს ბანკს ემსახურება, ვიღაც TBC ბანკს ემსახურება, ვიღაც Geosel-ს, ვიღაც Geosel თუ სიგნაც. ხო და ანუ ესე არ არის რომ უცებ რაღაც გამოხდეს რაღაც რომ რაღაც იმ ხელაზე გაიზარდოს კომპანია რომ რაღაც 5 პარტნიორი გახდეს და 7 დირექტორი და 25 სენიორ მენეჯერი და ამდენად კორპორატული სამყარო არიზდება საქართველოში არიზდება ყოველ შემთხვევაში ეს ბაზარი არის განაწილებული რაღაც 4 დიდ კომპანია შორის მე ქართული კომპანიები რომლებიც საკმაოდ დიდებია ასევე და ზოგი შემოსავლით იმათაც შეიძლება კი აჯობოს ამიტომ ხვდები რომ აი ხარ მიდიხარ მაგრამ იქ უკვე არა ჭერს აარტყი თითქმის ხო ალბათ კიდე შეიძლებოდა რაღაც მაგრამ უკვე აღარ მინდოდა უკვე ვიგზენი რომ მოდი დრო დაი ანუ მე რომ მუშაობდი იქ შემოთავაზებები მქონდა ხოლმე რაღაც კომპანიებიდან მაგრამ რაღაცნაირად ჩემი სივრცე მოვიწყე იქ რაღაცა ეს კომფორტის ზონაში შევედი რომ მე უკვე ყველაფერი ვიცი ჩემზე უკვე ყველაფერი იციან ჩემი მუშაობის სტილი იციან რომ რაღაც ეს თუ გასაკეთებელია მიშა ამას გააკეთებს და მოდი ეხა შენ დიდად თავი აღარ აიტკიო სადღაცა წასვლით, მისვლით, მოსვლით, იმიტომ რომ იქ არის საერთოდ რა დაგხვდება, რა გარემო დაგხვდება, ვინ დაგხვდება და საერთოდ დრო დაგრჩება თუ არა, რომ შენ რაღაცებზე კიდე იფიქრო. და მოდი აქ ვიყო და იფიქრე რაღაცებზე. იფიქრე. აი იყო ჩემი მომენტი. და დაიწყე ფიქრი რა გავაკეთო. აი წარმოუდგენა არ მაქვს რა შეიძლება გავაკეთო. მართლა ამას ვიძახი, ეხა ადამიანს თუ გონიათ ხომ რომ რაღაცა ის არსებობს, რა ქვია. მომენტი არსებობს და გაგინაცდება გონება და აბა ეხა ის უნდა დავიწყო და ეს უნდა დავიწყო. ეგეთი არაფერი, საერთოდ მსგავსი არაფერი. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, მაგრამ ისო წვავსულ ხო იცი? ეგ ვიცი. მოუსვენრობა გაქვს რა, რომ აი რაღაცა უნდა გამოვიდეს, რაღაცა უნდა გამოიყვანოს აი რაღაციდან, იმიტომ რომ რა ქვია ამ თვისებას მეწარმეში? აი რასაც აღწერ შენ ახლა. არ ვიცი ერთი სიტყვითაც არ ვიცი რა ქვია მაგას რა. მოუსვენრობა იყო ჩემ შემთხვევაში, მართლა მოუსვენრობა, არ მასვენებდა რა. ღამე დავწებოდი შეიძლება რაღაც ჩემს ცოლს ეთქვა რომ კარგი რა, დაიძინე. შეიძლება 2 საათზე რაღაც ფიქრობდი რომ აი რა. მოუსვენრობა ხო? არ მასვენებდა რა, აი ვერ ივსვენებდი. რა საინტერესო. არა ჯერ იდეა არ აქვს. არა იდეა არ მაქვს, უბრალოდ აი ხვდები რომ უკვე რაღაც უნდა მოხდეს. იცი რა მითხარი, მაგრამ მარტივ რაღაც ეხა ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება გვისმენს, რომელიც კომფორტის ზონაშია, რომელიღაცა კომპანიაში მუშაობს, შეიძლება მენეჯერია, შეიძლება შუარგოლის მენეჯერია, შეიძლება ტოპ მენეჯერია და ვერ ბედავს გადახდეს. მე მაგას ვეძახი გადახდე. კი. მეც გავიარე ეს გზა. 2018-ში. 18-ში გავიარე ეს გზა. გადავხვდი თან საიდან. იცოს კი, უფრო მაღალი. ხო და როგორ გაბედე? ანუ აი რა იყო ის მოდი ესე ვთქვათ, აი ეს ბოლო წვეთი, მიღწერი ის მომენტი, როცა საბოლოოდ მიიღე გადაწყვეტილება, რომ საკმაოდ კომფორტის ზონაზე, საერთაშორისო კომპანიაში თქვა უარი და გარისკო გააკეთო საქმე, რომელზედაც არანაირი გარანტია არ აქვს გამოგივოთ. არანაირი. საქართველოში ძახიან ხომ რომ კვების სფეროა და მე და ჩემს პარტნიორს რომელთან ერთადაც გავაკეთე ეს ყველაფერი და რომელიც რა ვიცი ჩვენ ერთად შევძელით ეს ყველაფერი, გვეუბნებიან თქვენ მაგარი რამე მოვარტყით. რა მოვარტყით? იმის უკან არის, რა ვიცი მოვარტყით კი არა. ჩვენი ცხოვრების წელიწადნახევარი და 2 წელი ავიღეთ და გვერდზე გავწიეთ რა. და ის როგორი იყო პირდაპირ არ გადავხდი ოღონდ მე. ანუ რაღაცა პერიოდი მე შევძელი რომ თან მე მუშავა და თან ეს მეკეთებინა. ესეთ ისევ პარტნიორის ხელშეწყობით.
და ბოლოს როდის მივხვდი რომ უკვე მორჩა, მივხვდი იმ მომენტში, როცა უკვე ვიგძენი, რომ მე არც Deloitte-ისთვის ვარ უკვე კარგი თანამშრომელი და არც ცეცხლიანისთვის ვარ უკვე კარგი მართველი, იმიტომ რომ მე ვარ ურად გაყოფილი ადამიანი უკვე. გახლეჩილი ვარ და უკვე იქაც აღარ ვარ ისეთი პროდუქტიული და ეხლა მე ხო ჩემი პოზიციით Deloitte-ის შენმა ხალხმა იცოდა რომ მოკოქე უკვე შენი ბიზნესი ან ტრანსპარენტულად განაცხადე? კი, აბსოლუტურად ტრანსპარენტულად და მადლობელი ვარ Deloitte-ის, იმიტომ რომ რაღაც მომენტები ალბათ იყო რომ მე ისეთი კარგი თანამშრომელი არ ვიყავი როგორც უნდა ყოფილიყავი, მაგრამ ამას გაგებით ეკიდებოდნენ. ამასეც მადლობა. შენი აზრით რატო გამოვყვნენ მაგაზე რომ ეს გაგებით ეკიდებოდნენ, რომ შენ უკვე გახლეჩილი ვიყავ? იმიტომ რომ მე შემეძლო რომ რა ვიცი ის საქმე მაინც გამეკეთებინა რაც ჩემი მოვალეობა იყო და ორი ღამე არ დამეძინა სიტყვაზე ანუ მე პასუხისმგებლობას ძალიან ისე ვეკიდებოდი ყოველთვის რაც გასაკეთებელი იყო მე იმას აუცილებლად გავაკეთებდი ოღონდ გავაკეთებდი ჩემი ჯანმრთელობის ხარჯზე ჩემი ნერვების ხარჯზე ჩემი რაღაცების ხარჯზე მაგრამ მე მაინც იმას ვაკეთებდი ოღონდ ხო ადამიანს ხო მაშინ ვეთყობ ცვლილებას როგორ შეიძლება ეხა ჩემი თანამშრომელი იყოს ვიღაც და რაღაც დაიწყოს გვერდზე ვერ შევამჩნია ხო რაღაც უყურადღებობა იმ მომენტში იქ არ არის სადაც უნდა იყოს და ასე შემდეგ ეგ მომენტიც იყო და როცა მივხვდი უკვე სადღაც ტრენინგებზე ვიყავით წასული დავისვენით ერთი კვირა კარგად და იქიდან რომ ჩამოვედი ჩემაზე მდგომა სენიორ მენეჯერმა დამიძახა და მითხრა რომ მიშა აი რას ფიქრობ ზოგადად რას ფიქრობ შენ აქ ადგილი გააქვს, მაგაზე პრობლემა არ გექნება, მაგრამ ზოგადად რას ფიქრობ და უკვე მაგ მომენტში უკვე მეც მინდოდა უკვე საუბარი მაგაზე და მე თვითონ მოვიჭერი უკან დასახევი გზა, ანუ ეგეც ნაფიქრი მქონდა უკვე რომ არ დაიტოვა არაფერი, უთხარი რომ დღეს არის სიტყვაზე 1 დეკემბერი და თებერვლის ბოლოს მე წავალ. ანუ ეს უკვე იცოდეთ, მე ამაზე ჩვენს პარტნიორსაც ვეთყვი და უკვე მე თვითონ მოვიჭერი ჩემი გზა, რომ ეხა მიშა გინდა გადაიფიქრე და გინდა გადმოიფიქრე, უკვე ნათქვამი გაქვს, სიტყვას ვეღარ გადახვალ, რას თქვი ის უნდა გააკეთო და და მაგაზე მაგ შენთან კითხვა. მე ბევრი მიფიქრია და ბევრ სტარტაპერთანაც ჩამიწერია პოდკასტი და შენც იღავი სტარტაპი, ხო? თავიდან მე სტარტაპს მეგობრებო უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებ. ისე ვიმეორე მე სტარტაპს ვეძახი კომპანიას საწყის ფაზაზე. სტარტაპი ჩემს არ მოიაზრება მხოლოდ ტექნოლოგიური ბიზნესი ან კომპანია. ყველა გადის სტარტაპულ ფაზას. და მე გადადის სხვა ფაზაში. ხო და რამდენად შეთავსებადია, ანუ მე მაგ კუთხით ბევრი მიფიქრია, რომ სტარტაპს ძალიან ჭირდება მაღალი დონის ჩართულობა იდეის შემქმნელს და დამფუძნებლის, რომ სტარტაპი შედგეს. აი რამდენად შეთავსება რეალურად არის მუშა მოდელი. აი ხა როგორ შეაფასებ როგორც ადამიანი, რომელმაც გზა გაიარა. რასაც ამბობ, რაღაც დონემდე შეთავსებადია, რაღაც მომენტში მიხვდები, რომ უკვე კი, მაგრამ შენ პარტნიორი ყავდა, რომელიც განაცვლებდა. ეგ ხო მნიშვნელოვანი ფაქტორია. და ისიც მუშაობდა ოღონდ თავიდან. ისიც არ იყო ესე რომ არ ემუშაო, ის უბრალოდ ჩემზე 1 წლით ადრე წამოვიდა სამსახურიდან. ანუ იმასაც ჰქონდა ეგ მომენტი რომ აი ორივენი უბრალოდ მაშინ შეიძლება ერთი ფილიალი იყო რაღაც მაშინ 5 თანამშრომელი იყო და მაინც კიდევ ახერხებდით როცა უკვე გაიზარდა ეს ყველაფერი 20 თანამშრომელი ბევრი ოპერაცია ბევრი რაღაც უკვე მივხვდით რომ ანუ ანის და ნუ ამ დროს მივხვდი უკვე რომ ალბათ დადგა ის მომენტი რომ ანუ როცა უკვე ძალიან დაკონფლიქტდა ერთმანეთში მაშინ იღე გადაწყვეტილება სწორედ მესმის? დაკონფლიქტდა არა, უბრალოდ მე ვიგძენი რომ მე თუ ამ საქმეს სერიოზულად უნდა მოვეკიდო და მე ჩავთვალე რომ ამ საქმეს სერიოზულად უნდა მოვეკიდო, ეს არ უნდა იყოს ისეთი საქმე, რომელსაც რა ვიცი, ხა თან მუშაობ და თან აქეთ-იქ დავდივარ და თან რაღაცას ვაკეთებ, ჩემი მაქვს. რომელიც ხშირად ხდება ხოლმე, რასაც მე უყურებ, მაინც რაღაც ერთი ფეხი უკან რჩებათ ხოლმე. როგორც კი მე მივხვდი და მალევე მივხვდი სხვათა შორის რომ ამ საქმის მე სერიოზულად უნდა მოვეკიდო, უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ უნდა გავუშვა ჩემი კორპორატიული სამსახური. და რომ მივედი რომ უთხარი პარტნიორს რომ ძალიან დიდი მადლობა, 11 წელი გავატარე აქ ვისწავლე მართლა ყველაფერი, იმიტომ რომ Deloitte-ში ვისწავლე ყველაფერი, რაც პროფესიულ სამყაროში ხდება, აი აბსოლუტურად ყველაფერი. ესეთი რაღაც მითხრა რომ ხო არ ფიქრობ რომ აი მინდა რომ მაინც რაღაცნაირად მოდია თქვა დრო რო არ გაქვს ვიცი მაგრამ აი თქვა 2 დღე რო იყოს რომ აი 2 დღე იმუშაო და რაღაც ან დატოვებას ცდილობდა შეს ორბიტაზე ხო ოღონდ ისი არა ანუ სრულზე არა full time არა აი რაღაც მოდი რომ თქვა 2 დღე სრულ განაკვეთზე არა 2 დღე იყოს რომ თქვა მაინც იმუშაო და აი ლეპტოპთან მიხვიდე და ლეპტოპი ხო ქართულია
ფული არ არის. ბარბარიზმი. კომპიუტერთან მიხვიდე და ის 2 დღე და რაღაც თქვა ანაზღაურებაც რაღაც დონეზე შეგინარჩუნდება, ის ბენეფიტები შეგინარჩუნდება და მივხვდი რომ არა აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ან იქ უნდა იყო, ან აქ უნდა იყო რა. ვიგინდა სერიოზულად ესე არის. რამდენი ობიექტი გაქვს დღეს? დღეს გვაქვს 2, მაგრამ მალე იქნება 3. და პლუს. ანუ ესაბაშიძე, საიდანაც მე ვიძახებსო? კი ბატონო, ერთი საბურთალოზე ტაშკენტის. ტაშკენტით დაიწყეთ, ხო? პირველ ტაშკენტი იყო? კი, ეგეც საინტერესო ამბავი იყო, როგორც დავიწყეთ რეალურად. და მოყევი ბარი? მან იყო მთელი. მოკლედ კვების ობიექტი იყო იქაც და დავიწყეთ რაღაც ზებნა, ხომ? რაღაც მივედით ბოლოს იმ დასკვნამდე, რომ მოდი გავაკეთოთ ეს fast food სამწვადი, ესე რომ ვთქვა და კვების ობიექტი იყო იქ და ყიდიდნენ ბიზნესს. და ბიზნეს ყიდნენ რა, ბიზნესი იყიდებოდა, მაგრამ რეალურად ინვენტარი იყიდებოდა. რაც იყო, იმაში თანხა უნდა გადაგეხადა და გააგრძელებდი შენ საქმეს, მაგრამ ის ჩვენ ფართი ნაქირავები იყო? ფართი ნაქირავები ქონდათ და ფართი მოგვეწონა, ადგილი მოგვეწონა და ჩავთვალეთ, რომ თუ თანხას გადავიხდით, არარეალურად ინვენტარში ვიხდით, იმიტომ რომ ინვენტარი ისედაც იქიდან ძალიან ბევრი რამე არ გამოგვადგებოდა, გასაყიდი გახდებოდა, არამედ იმაში ვიხდით, რომ ის იჯარა ჩვენზე გადმოსულიყო და ჩვენი გაგვეგრძელებინა ოპერაცია და მოკლედ ადგილში გადაიხადეთ. ადგილში გადავიხადეთ რა მარტივად რო თქვა, მაგრამ ბარემ ფულიც მითხარი, ქონდათ საკმარისი დაგროვილი ფული, კაპიტალი, თუ რა ქედით, როგორ შეკარით კაპიტალი? რაღაც ნაწილი მქონდა, იმიტომ რომ ანაზღაურება ნორმალური მქონდა, როგორც გითხარით და ზოგადად ჩემთვის ყოველთვის იყო ბავშვობიდან ხედავდი, რომ რაღაც თანხა უნდა ფულს უნდა მოუფრთხილდე, მოკლედ თანხა უნდა შეიძლება გადადო რაღაცისთვის და რაღაც დანაზოგი მქონდა მე. დანაზოგს ყოველთვის ვაკეთებდი, ცოტა მქონდა თუ ბევრი მქონდა შემოსავალი, ყოველთვის რაღაცას გვერდზე ვდებდი, რომ რაღაც მქონდეს. ცეცხლიც ავიღე ცოტა და ჩემო პარტნიორსაც იგივენაირად იმან მამას გამოვარდა. მოკლედ რამდენი დაგჭირდათ გასაშვებად? პირველი ობიექტზე რამდენი? დაახლოებით ალბათ 100,000 ლარი. 100,000 ლარი დაჭირდა გაშვებას, ხო. რომელშიც შედიოდა გარემონტება, ინვენტარი, ხო, 100,000 ლარი პლუს 100,000 ლარში, იმიტომ 100,000-ს ნაკლებადაც შეიძლება უბრალოდ ჩვენ გადავიხადეთ თანხა იმაში, რაც თქვით და ისაკმაოდ შესვლაში, რომელიც არც თუ ისე პატარა თანხა იყო, უბრალოდ რატომღაც აი მან დაუშვით შეცდომა ერთი და შეცდომა კიდე ბევრი დაუშვით, იმიტომ რომ ეს ნორმალურია ჩემი აზრით. აი გვეგონა რომ ბევრი რაღაც იქიდან გამოგვადგებოდა, მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ საქმეში გამწვევი სისტემა. და აღმოჩნდა რომ თურმე არაფერიც არ იცი. აღმოჩნდა რომ საერთოდ შეგვადგებოდა და ყველაზე მეტი შეიძლება იმაში გადავიხადე. ეგ გაკვეთილი. კი, ეგ დიდი გაკვეთილი იყო. ან იმ 100,000-დან რეალურად ძალიან დიდი ნაწილი შეიძლება ნახევარი წაიღო იმ გადახდილმა თანხამ, რაც თქვით. იმ ბიზნესის ყიდვაში გადახდილმა თანხამ. მე იქიდან დაგვრჩა რაღაც მაგიდები, რაღაც აპარატურა, რომელსაც მე ნელ-ნელა ვყიდიდით, მე ვიღაც გამოსცა და ერთიანად წაიღო და თქმა უნდა, ერთიანად რომ მიაქვს ფასტაკლებით აძლევდა. ნუ მოკლედ უიშორეთ ის რაღაცები დაგვრჩა. ხო. და სახელი ვინ დაარქვა? სახელი არის ჩემი მეუღლის ოფიქრებული და დარქმეული. საიდან? არ ვიცი, ვის ხედავ რაღაცებს სახელებს, არც მახსოვს ეხლა სინამდვილეში რას ვფიქრობდი, რაღაც სტანდარტულ სახელებს, შეიძლება ეხლა მეტნაკლებად სტანდარტულია, მაგრამ ეხლა ძალიან მომწონს. რაღაცა ხან წვადის სახლი, წვადის სამყარო, რაღაცა ის და ჩამოწერილი ქონდა მახსოვს და ცეცხლი აინთო თქვა უცებ. რა მაგარია ცეცხლი აინთო და თან ეხლა ცეცხლი აინთო მე 91 წელს დავიბადე, ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო, ეს რაღაც ჩვენი ბავშვობის ის იყო რა. მე მგონი ეხლა ციციან ხოლმე, გაივლიან ხოლმე ჩვენთან გავიგებ ხოლმე, ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო, ბავშვიც რო ჩაივლეს ხოლმე და დავარქვით ცეცხლი აინთო. რომელიც რა ვიცი, მე ძალიან მომწონს ეგ სახელი და სხვებსაც მოსწონთ ვიცი. ასე რომ და ესე იგი ის ეტაპი დღეს ამდენი თანამშრომელი ყავს. დაახლოებით 20 თანამშრომელი. 20 თანამშრომელი ყავს. წლის ბოლოს ალბათ შეიძლება ერთი 25-30-იც გახდეს. 25 და ბიზნესი დაიწყო 2 წლის. ბიზნესი დაიწყო 2 წლის წინ. ბიზნესი დაიწყო, რა ვიცი, ხა სათქმელია, მაგრამ რა ვიცი, თავიდანვე კარგად დავიწყეთ რა. რას გულისხმობ? გაყიდვები არ გვიჭირდა თავიდანვე, იმიტომ რომ რაღაცნაირად დიდ ყურადღებას უთმობდით ყველაფერს, ანუ ბოლომდე მივყვებოდით ყველა გამოხმაურებას, კარგს, ცუდს, ეს კარგია, ის ცუდია, ეს ესეთია, ის ისეთია და მე თან რაღაცნაირად რაღაც Facebook ჯგუფები ხო არსებობს და იქ ვიყავი აქტიური ტიპი, რაღაც აი ხშირად პოსტავდი რეცეპტორში და რაღაცებში. მწვადზე პოსტზე, მწვადზე, ხორცზე რაღაცა და რაღაცნაირად მიცნობდნენ, ბევრი მიცნობდა მაკუთხით და ისინიც მოდიოდნენ და ისინი რომ მოდიოდნენ ხომ ეს რამეს მეუბნებოდნენ რომ მე ვიცოდი რომ შენ
ცუც არ გააკეთებდი, იმიტომ რომ იცოდნენ რომ მე რაღაცნაირად ვიცოდი ეს ხორცი რა კარგია ცუდი. მოკლედ რეპუტაციული კაპიტალი ხო, დაიგროვა. მქონდა. მაგას არ უარყოფდა, ის ჯგუფებიც რაღაცნაირად ძალიან წამეხმარა, იმიტომ რომ იქაც რაღაცნაირად კი ვიყავი და კარგია და მაშინ არ ქონდა წარმოდგენა რომ სამწვადის ფასფუს გააკეთებდი. არა, მაშინ საერთოდ არ მქონდა ეგ რაღაც ხო ძნელი ხომ დააჯროდა, მაშინ რაღაცას აი ეს მინდა ვთქვა მეგობრებო რა. წარმოდგენა არ მქონდა მაგრამ არა, სოთაშოვის აი მაგაზე იცი რა მახსენება სტივ ჯობსი რო ყვება რომ მე როდესაც კალიგრაფიას სწავლობდიო მაშინ საერთოდ კომპიუტერის რო გავაკეთებდიო წარმოდგენა არ მქონდა მაგრამ შრიფტებს რო სწავლობდა ხო და შრიფტოლოგიას როგორც მახსოვს საერთოდ ესეთი ანუ როგამ უნივერსიტეტიდან რო წამოვიდა ერთი საგანი დაიტოვა ჯერ ეგ იყო შრიფტოლოგია შრიფტების მაგრამ ეგ რო არ გადაეწყვიტა, ან მაშინ არ იცოდა რომ კომპიუტერს გააკეთებდა. მაგრამ ის ინტერფეისი რაც დღეს აქვს Apple-ს და ის სილამაზე რაც აქვს ამ ინტერფეისს ხო, ამ კალიგრაფიულს. Steve Jobs მაშინ ეგ რო არ ისწავლა. აი რას ყვები იცი, ხანდახან მგონია რომ ენტერპრენიორმა არ იცის აი ეს პატარა ნატეხებს რო აგროვებს, რომელიც მე სურათში იყურება. ჯერ არ იცი რისთვის აკეთებ ამას, ნუ რაღაცნაირად გეძახის, რომ მინდა ეს გავაკეთო. აი ალბათ შენს დაახლოებით ესე მისმინება, რომ იმ ჯგუფებში დადიოდი, ჯერ საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა. არ მქონდა, რა ვიცი, მუშაობდი უბრალოდ და რაღაც შაბათ-კვირას ხან დრო მქონდა მეთქი რო ვიძახი, ანუ მივდიოდით მეგობრები რაღაც ვიქეიფებდით და იქ რაღაც აი ნატურალურ რაღაც ადები და ხორცები და რაღაც და ეს ხალხი ვაიმე მიშა რა მაგარია რა კარგია შენ იქნებ ყვების არც მიფიქრია საერთოდ იმ დროს აზრადაც არ მქონია იქ ხდებოდა რა ვიცი 2001 წელს 2020 წელს 3-4 წელს ადრე შეიძლება ხდებოდა იქ საერთოდ არ მიფიქრია და ზოგადად მეც მაქვს ეგ მომენტი რომ საერთოდ არ იცი რა რატო აკეთებ რაღაცებს მაგრამ მე ბოლოში აღმოჩნდება ხოლმე თურმე მაშინ რო იქ რაღაცა გააკეთე მაშინ რო აქ რაღაცა გააკეთე თურმე დღეს აი სადეჭინა თავი იშო იცი რა მითხარი შენი გადმოსახით შენი ისტორიის გადმოსახით ესე ვიმეორებ ჩვენ ბევრი ადამიანი გვისმენს რომელიც მუშაობს რავი მაქტიში თუ ჯეოსელში თუ საქართველოს ბანკში თუ TBC-ში თუ კორსტანდარ ბანკში ამ მშობა აქვს სადღაც მუშაობენ და შეიძლება ან უნდა დაელოდონ ან მოусვენ რობას ან ბიზნეს იდეას აი რას ურჩევდი ადამიანებს რომელსაც ნუ ასე თუ ისე სადღაც გულის სიღრმეში უნდათ რაღაცა თავისი შექმნან ცხოვრებაში და აი შენი გამოცდილებიდან რა იქნება კარგი გასაზიარება რას ეთყოდი ამ ადამიანებს ეგ მარკ ცუკერბერგს აქვს ნათქვამი ესეთი რაღაცა რომ არასდროს არ დაელოდო ევრიკა მომენტს იმიტომ რომ ეგეთი არ არსებობს რეალურად მე რო დავიწყეო Facebook-ი, მაშინ ხო ჰარვარდის სტუდენტი იყო და მეგონა რომ ეს იყო უბრალოდ ჰარვარდის სტუდენტების დამაკავშირებელი მოვლენა და მაგაზე ფიქრობდიო რომ ალბათ დავაზუსტოთ გოგოების დასაკერად გააკეთა კონკრეტულად ჰარვარდში. შეიძლება მაგისთვის და მე ვფიქრობდი რომ ალბათ როდისმე მე გამოჩნდება ვიღაცა ვინც ამას გადააქცევს სოფლიოს დააკონს. წარმოდგენაც კი არ მქონდა ეს ადამიანი მე ვიყავიო. შევა რა ვიცი რა შემიძლია თქვა ის რომ არ უნდა დაელოდონ ისეთ მომენტს როცა ძალიან ნათელი გახდება ყველაფერი, ძალიან ნათლად წარმოიდგენენ. აი მოდიან ხოლმე ჩემთან და მეუბნებიან რომ მოდი აი რაღაც გაკეთება მინდა და აი ხა დავწერა ამას ესე, ანუ ეგრე არ მოხდება. რა ვიცი არ ეწყინოს ეს, მაგრამ როგორც დაწერ მასე არ მოხდება ეგ ამბავი. ანუ ესე რომ შენ წინასწარ იცოდე რომ მე ახლა რაღაცა 3 თვეში მოგებაზე გავალ 1 წელში მოგებაზე არ უნდა დაელოდო იმ მომენტს რომ შენ ყველაფერი ზუსტად გეცოდინება იმ და ან რაღაც იდეა გექნება ისეთი რომელთაც გონება გაგინათდება და ჯერ არავის არ ექნება იმაზე ნაფიქრი და იმაზე გაკეთებული არ ექნება რაღაცნაირად უნდა დაიწყო თუნდაც პატარა მოქმედება. მოქმედებაზე მნიშვნელოვანი საერთოდ არაფერი არ არის, დაწყება არის ყველა. და მაგალითად რა მოქმედება, რომ მაგალითი გაიგოს ადამიანი. მაგალითად თუ რაღაც აი თქვა მოიფიქრეს, წარმოიდგინე რომ რაღაც თქვა კვების სფეროში უნდა გააკეთო რაღაც. სიტყვაზე წადი, დაიწყე სიარული რაკეთიკით. შედი ერთ კვების ობიექტში დაიწყე დაკვირვება რას აკეთებენ. მეორეში რას აკეთებენ, მესამეში რას აკეთებენ. დაელაპარაკე ხალხს. დაელაპარაკე მენეჯერს, რაღაცები კითხი, რაღაცები რაღაც შეიძლება ყველაფერზე არ გიპასუხოს, მაგრამ რაღაც წარმოდგენა შეიქმნენ. თუ თქვა დავიწყე ყავას აპირებ, სადაც კარგი ყავა იქ მიდი და ნახე რატომ მოსწონთ ადამიანებს. რას აკეთებენ ესეც, რომ იქ მოსწონთ ადამიანებს. იცი, გოგიშვილი ჩავწერე მე რამდენი დღის წინ და ყვებოდა რომ დაცვაში მუშაობდა. და კარიერის დასაწყისში იყო დაცვაში.
იდგა და ასე ყვება ზუსტად შე როგორც ამბობ. ვიდექიოდა, ხან მომწოდებელი მოვიდოდაო, ხან კლიენტი მოვიდოდაო, ხან მენეჯერი რაღაცას ითხოვდაო და დაკვირვებით უსმენდი ყველასო და ეგრევე სწავლობდი. ანუ დაცვაში მყოფი ტიპი. წარმოიდგინე, ობიექტს იცავდა. ანუ რა არის ხა? ხო ხვდები და შეძლო იმ გადმოსახედიდან იმ ობიექტის ოპერაციები შეესწავლა. ნუ ახლა სიღრმისეულად შეიძლება არ იცოდა, მაგრამ მასზე მოვიდა რა ხდება საერთოდ რასაკეთებენ, რატომ მოსწონთ, ვიღაცამ რო იჩხუბა, რატო იჩხუბა, რა მოხდა? ვიღაცამ რო დააგვიანა, რატო დააგვიანა, ხო? ან მომწოდებელმა რატო დააგვიანა, რა უნდა მოხდეს, რომ აღარ დააგვიანოს და მე დღემდე ესე ვარ ხომ სადღაც რო შევდივარ ჯერ ხო ვიცი ხე ეს კვების სფერო ძალიან ძიმიან მოიაღმოჩნდა და სულ ხედავ ხოლმე რომ ეხა აქ რამდენი ნაშრომია, რამდენი ნაწოლებია, მაგას უყურებ ხოლმე და მე იმას უყურებ ხოლმე აი სადღაც რო შევდივარ, აი რასაკეთებენ, იქნება რაღაც დავინახო კიდე უკეთესი, იქნება რაღაც აბა ესე ხო არ ჯობია, ისე ხო არ ჯობია და უბრალოდ რაღაცნაირად მოქმედება არის, რომ თუნდაც დაიწყო რაღაცების გარკვევა, რაღაცების მოძიება. თუ იქამდე მიხვედი რომ რაღაც მომენტში მე თქვა თუ რაღაც ნაბიჯებს გადადგამ სიტყვაზე, რაღაც თქვა ფართი თუ იქირავე რაღაც მომენტი დგება მე რომ ხვდები რომ უკან დასაბრუნებელი გზა უკვე აღარ გაქვს. ანუ იმდენად შეხვალ მე რაღაც მომენტში უკვე. შეტოპილი აქვს უკვე მიხვდები რომ იცი რა ეხა მე ეხა ეს აღარ უკვე ვეღარ. აი ეხა უკვე მიდი, ეხა წინ უნდა იარო უკვე რა. ნუ რაღაც პონჩი შეიძლება თქვა რომ ეს არის დაქორწინება შენ ბიზნესთან. ხო. ან დაქორწინება ან შეიძლება რა ვიცი შვილიც დაარქვა რა. ხო, ანუ გულისხმობ რომ იქ სხვა ვალდებულებები ჩდება რა. სხვა, კი. როდესაც უკვე შეტოპა. საკმარისად. შეტოპა ხო, მიხვდები უკვე რომ აი ეხლა რო თავი დავანები უკვე აზრი აღარ აქვს, უკვე იქ ხარ რა. და მე მიხვდები რომ რაღაცეები არ ვიცი რატო შენი შრომი თუ შრომობ თუ წვალობ რაღაცეები ისეთი რაღაცეები მოხდება გეგონება რომ თავისით მოხდა არ ვიცი შენ შეიძლება შენ შრომას დააბრალო შეიძლება იღბალს დააბრალო შეიძლება რაღაცას დააბრალო მაგრამ რაღაცეები მოხდება რომელზეც შენ მიხვდები რომ აი კი ესე იგი რაღაცა სწორად ვაკეთე იცი კიდე რაზე მეფიქრება დღეს იმდენი წყარო გაჩნდა ინფორმაციის უნივერსიტეტი არ არის მეგობრებო რომელიც ღია კარის დღეს არ აკეთებს ონლაინ დღეს ანუ კოვიდმა ეს ბოლომდე დაატრანსფორმირა ადრე თუ ღია კარის დღეს იგივე ჰარვარდი, იგივე სტენფორდი, ღია კარის დღე ონლაინ. ონლაინ კურსები ამ ფანტასტიკური უნივერსიტეტები, სადაც წასვლა აღარ გჭირდება და ონლაინ კურსი არის სხვადასხვა თემებზე. ეს არის უამრავი, არ ვიცი, კონფერენცია, რომელიც დებს თავის ვიდეოებს. ანუ იღებენ ამ კონფერენციებს და დებენ შემთლიანად არ დებენ ნაწილობრივ დებენ რაღაც ანუ დღეს რამე გინდოდეს აი გულწრფელად რამე გინდოდეს და ვერ მოიძიო ამაზე ინფორმაცია ეს არის უბრალოდ თავის მართლება არ არის ეგრე არ მეთანხმები აი გადაშლილია ყველაფერი არ ვიცი რა სადაც გინდა რაც გინდა რაზეც გინდა გაიგე ინფორმაცია რაზეც გინდა მოიძიე ინფორმაცია ელემენტარულად, რა ვიცი, კვების ობიექტი გაინტერესებს, სადი კვების ობიექტები დაიარე. რა ვიცი, ტანსაცმლის მაღაზია გაინტერესებს, გაიარა ტანსაცმლის მაღაზიებში. ხელოვნური ინტელექტის კითხე ყველაფერს დაგვიწეს. ადამიანები, ხო, ასეთი მოდელებს ყველა ხელოვნური ინტელექტი. მე შეგვიძლია კარებთან დადგე და იმ ტანსაცმლის მაღაზიიდან ვიღაც რო გამოდის, რა ვიცი, კარებში, რა ვიცი, შეიძლება 2 წუთი გაგესაუბროთ, რაღაც კითხვა მაქვს, ვიკვლევ რაღაცას. შესაძლებლობები არის მილიონი. ანუ გულისხმობ იმას, რომ თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდა, არა და სულ მაგაზე მახსენდება, რავი, გეგუშამას თქვა ფიჩხაია ჩემ პოდკასტში, რომ რავი, აი ყველაფერი ჯობია იმას, რომ ბოლოს ინანო. კი, აი მაგაზე შემიძლია, რაღაც პატარა ის გავიხსენო, ეგ ჩემი ერთ-ერთი გაკვეთილი იყო. დელოიჩი რომ მივედი ინტერნად, სტაჟიორად, მანამდე მუშაობდი ბანკში ვიმუშავე ცოტა ხანი. და მაშინ მოხდა ზუსტად მე იქ გავიგე რომ Big 4 არსებობს. 4-ეული არსებობს და იქ გავაგზავნე CV და უკვე ბანკში ვმუშაობ და დამირეკეს დელოიტიდან, რომ სტაჟიორად ხო არ გინდა მუშაობა და აი და შენ უკვე ბანკში მუშაობ და ხო, კარგად შეიძლება არ ვარ, მაგრამ ერთი სამჯერ მეტი ანაზღაურება მაქვს. და თან მაგ დროს უკვე ჩემთვის ნიშნავს, იმიტომ რომ ახალი დაოჯახებული ვარ. და ეხლა უნდა ავდგემე და ახალგაზრდა მოივანს. 22 წლის ვიყავ. დაგიგვიანია შენ. შეიძლება. რა არის 22 წლამდე რამ გაგაძლებინა. შენ ის თაობა არ ახლა ჩვენში 19 წლისო დაგვიანებული ითვლები. ჩემ თაობაში ყველაფერი კარგად მოტრიალდა, ასე რომ მადლობა ღმერთს რომ 22-ის ვიყავი და
მაშინ გავაკეთე ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ეხლა შეიძლება ვეღარ მომეცალა მაგისთვის. ნუ შეიძლება ეხლა არ მოგეცალა. არა გაბორისხოთ. ასე რომ რაც მოხდა ძალიან კარგად. ან ქორწინება ქონდა შენ ბიზნესთან და ეხლა სხვა ქორწინებაში ხო არ შეხვიდო. ხო, შეიძლება და იმოხტარიყო. ანუ რეალურად ასე ვთქვათ, რომ შენ სადღაც გზაზე იდექი ბანკში იყავი. კი, ვიდექი და გზაზე. უკან ორი ნაბიჯი უკან გადადგი მომავალი პერსპექტივის სანაცვლოდ. სწორად გავიგე? კი, სწორად გაიგეთ. მე რაღაც მეოთხე კურსზე გავიგე, რომ საერთოდ არსებობს ეს დიდი ოთხეული და რაღაცა მე LinkedIn-ზე შევედი და იქ ხალხი ვნახე, რომ თურმე ეს ხალხი ვინც დიდ ოთხეულში მუშაობს და მე რეკ არ ადგილებზე მუშაობს, ზოგი მენეჯმენტში მუშაობს და მეოთხე ხალხი უნდა მოხდე. მომინდა, მაგრამ მომინდა, იმიტომ რომ რაღაც გზა დავინახე, ანუ დავინახე, რომ აი აქ თუ ამას თუ გააკეთებ, იქ თუ მოხდები, იქ თუ იმუშავებ, მე შეიძლება სადღაც მოხდე. დავიწყე რაღაც გამოცდები იყო ჩასაბარებელი, რაღაც წიგნებს გამოცდებია, მოკლედ ისინი ჩავაბარე ვიცოდი რომ ეს ამას აქცევდნენ ყურადღებას, ჩავაბარე წიგნები, გავაგზავნეს წინ, მაგრამ არ დამირეკეს, რა ვიცი, დეკემბერში გავაგზავნე თუ რაღაც და არ დამირეკეს და მუშაობ უკვე ბანკში და თებერვალია თუ მარტია მირეკავენ, რომ თუ გინდა სტაჟიორად წამოდი. და აი მაგ მომენტში მქონდა ეგ მომენტი და მაგ მომენტში რომ მივხვდი რომ ჯობია ყოველთვის და ეს ცხოვრებაშიც ამის მერე გავაგრძელებ და ალბათ ბოლომდე გავაგრძელებ და რასაც ყოველას ვეთქვი რომ უნდა გააკეთოს ჯობია რაღაც გააკეთო და ინანო ვიდრე მთელი ცხოვრება საფიქრებლად გქონდეს ნეტა რო გამეკეთებინა რა მოხდებოდა და უთხარი რომ კი ბატონო რაღაც სამჯერ და ვიდრე დარდი გქონდეს ალბათ დარდზევლა ხო დარდი რომ რაღაც იფიქრო რომ აი ნეტა რა მოხდებოდა ეხ ხოს ჩემი ცხოვრება ხოს ხანაირად წავიდა და იქ რომ მოხვედრილიყავი იქ რომ ყოფილიყავი და კი მე ვთქვი რადგან მინდა და რადგან გული მიმიწევს და საერთოდ მჯერა და სტივ ჯობსაც ჯერა რომ გულით მიიღება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რა შეიძლება არალოგიკური ყოფილიყო ან რაღაც ვიღაცას ეთქო რა გინდა იყავი და მიყევი ბანკის გზას, მაგრამ გულით გზნობდი რომ ის უნდა გამეკეთებინა და კი უთხარი რომ მირჩევნი რაღაც სამჯერ ნაკლები ანაზღაურება ავიღო და ვიყო იქ სადაც ფიქრობდი რომ მინდოდა და გავიარო ეს გზა მეც ვნახო რა ხდება იქ და კი დავით. იცი რა ეგეთი კითხვა მაქვს შენთან. ჩვენთან რაღაცა რო გაისურის ძალიან უყვართ ამის კოპირება. ხო. საერთოდ მგონია რომ ალბათ ბოლო რასე ესეთი მასიური კოპირება იყო საშაურმეები. რაც მე ვნახე ესე კვების ობიექტების სფეროში გულისხმობ, რაღაცა საშაურმეებმა გაისროლა და მე რაღაც სოკოებივით გამრავლდა და რა ვიტყვი ეს მე მგონი გაჯერებული მივხვდი იმისა რომ გულსფრად რო გითხრა მე ძალიან მიყვარს შაურმა, მაგრამ არ ვიცი აქ რატო ვერ ვჭამ. ხორცის თემა ალბათ. იმიტომ რომ თურქეთში რო ჩავდივარ ჭამ, ისრაელში ჩავდივარ ჭამ გერმანიაში და ავსტრიაში ჩავდი ხო თურქები აკეთებენ. თურქების გაკეთებენ. იქაც ვჭამ, აქ ვერ ვჭამ. არ ვიცი. ნუ შეიძლება ვიღაცა მაგერ რო დამიწეროს, აი ხა ეს ქვეყნები რო ჩამოვთვალე, ასეთი ხარისხის შაურმა თუ არის თბილისში მომწერეთ. სხვადასხვა უნდა დაუძახო ვინმე. საინტერესო იქნება მაგ ფენომენს. მაგ შაურმას აქვს საკმაოდ ისეთი კარგი ისტორია მაგაზე და მე მგონი თუ არ ვწდები Entrepreneurship to Forbes-შიც იყო გამოქვეყნებული კი რაღაც გარაჟიდან დაიწყო თუ არ ვწდები დიასახლისმა დამლაგებელმა მისცა მგონი რაღაც თანხა თუ სესხი აუღო ამის სახით საინტერესო იქნება მოკლედ გამიხილე კი მოკლედ იფიქრე მოკლედ დანიშაულმა და მაგ შაურმა ორი ბრენდი არის რაც ყურში ხდება მაგ შაურმა ბოლოს მაინც კი მაგ შაურმა არის დღეს ვინც გავიგე იცი რა მითხარი და შენ რო ეს კონცეფტი დადე რამდენად ადვილად კოპირებადი არის შენი კონცეფტი? ერთ შეხედვით ადვილად კოპირებადი არის. მაგრამ რა არის ადვილად კოპირებადი? არა, ხო, ადვილად კოპირებადი არის რა, რო შედიხარ, აი რაც ხა რასაც ვსაუბრობდით, რომ ადამიანებმა თუ რაღაც აინტერესებთ, სიღრმისეულად ეცადონ რომ რაღაც გაიგონა. მარტივად არის რა, შედიხარ და ადამიანები წავენ მწვადს. და ბევრი ხალხი არის იქ. ხო რო შეხედავ ერთ შეხედვით რა პრობლემაა ეს მწვადი შეწვარა ეხლა რამე ახალი ფილოსოფია რამე გამოიგონეთ რამე ნოუ-ჰაუ შევიმუშავეთ თუ რა მაგრამ აი ის სადაც ჩვენ ვილაპარაკეთ რომ ის ხორცი საიდან მოდის ის როგორ ესწრება რომ ყველაფერი დროულად იყოს ის როგორ ესწრება რომ კარგი თანამშრომლები გყავდეს კარგი რაღაცნაირად კარგი გარემო გქონდეს ის ხო არ ჩანს იქ იმის უკან ხო არ ჩანს რამდენი რამე ფუჭდება რამდენი რამე ზიანდება როგორ წვალობ იმის აღდგენაზე როგორ ფიქრობ ამაზე როგორ ფიქრობ ეგენი არ ჩანს საერთოდ. ჩანს მარტო რომ შედიხარ ობიექტზე, მწვადს წავენ. აისბერგის ზედა ნაწილი. აისბერგის ზედა ნაწილი ჩანს. კოპირებადი არის იდეაში მარტივად და ესეც მოხდა, რა ვიცი, ხა მე დავიწყო, შეიძლება ორი ხელი იმდენი არის უკვე. იმდენი გაჩნდა უკვე და ყველაზე აი სადაც წვადი არის წამყვანი უამრავი არის და რომელზეც პირველივე შეხედვაზე ხვდები რომ ეს არის ცეცხლი აინთოს
ყურებით გაკეთებული. იმიტომ რომ აი მიფრინეთ რამდენჯერ არის ეს ადამიანი ჩვენთან ნამყოფი. იმიტომ რომ აი ლიმონიც რო აი აქედან უნდა დაუდნო, აქედან მაინც დაუდე. არა, აქედან უნდა დაუდნო, გონია რომ ამაშია საიდუმლო, რომ ლიმონს რო აქედან დაუდებს. არ არის მაგაში საიდუმლო, სხვა რამეშია საიდუმლო. ჩვენ რამდენსაც შრომობთ და რამდენსაც ვწავლობთ, მაგაშია საიდუმლო სინამდვილეში. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. იცი რა მაინტერესებს? და რანაირად მოხდა ახმეტადან ბიზნეს სკოლაში და მერე უკვე დელოიტში ნახტომი თითქოს არ არის ეს რაღაცა ჩვეულებრივი კლასიკური ისტორია, ხო? ანუ აი რა მოხდა, რანაირად მოხდა ეგ ტრანზიცია? ხო, ალბათ რაღაცნაირად თან არის, რატო? იმიტომ რომ 91 წელი დავიწყე, რა ვიცი, ბავშვი ვიყავი, ბნელ საქართველოში, ასე რომ ვთქვა და იმ დროიდან მოყოლებული რაღაცნაირად ჩემს ოჯახში იყო განწყობა დედაჩემის მხრიდან პირველ რიგში, რომ მე უნდა ვისწავლო. მე უნდა კარგად ვისწავლო, მე უნდა ჩავაბარო კარგ უნივერსიტეტში, მე უნდა ვიმუშაო, მე უნდა ვიყო ადამიანი, რომელიც სწავლობდა და რაღაც კარიერა უნდა გააკეთოს, ასე რომ ვთქვა. მშობლებმა დაგაპროგრამეს? ხო, დედამ დამაპროგრამა, იმიტომ რომ ალბათ 99 წელი იყო, 2000 წელი იყო, რა ვიცი, ჯერ თბილისში რა იყო მაშინ მე არ ვიცი და საერთოდ ეხა რაიონში რა იქნებოდა, უშუქობა, არაფერი არ ხდება და მე ამ დროს დავდიოდი ინგლისურზე. რაც ძალიან გასაკვირი მოვლენა იყო ალბათ ჩემი მეზობლებისთვისაც და იმ გარშემოყოფი ხალხისთვის, რომ როგორ შეიძლება ადამიანი როცა ხალხს მართლა პურის ფული უჭის, დედაჩემი იღებდა თუ არ და გიჭირდა პურის? ჩვენ ოჯახს არ ვიტყვი რომ პურის ფული გვიჭირდა, მაგრამ არც ისე გქონდა, არც ეს ანუ ის თანხა, რომელსაც ჩემი მშობლები იღებდნენ, ერთმნიშვნელოვნად დიდი ნაწილი მიდიოდა ჩემში, ჩემს განათლებაში. ანუ ინვესტიციას აკეთებდნენ მშობლები. დედაჩემს ჰქონდა თუ არ ვცდები, თუ 60 ლარი ჰქონდა თუ არ ვცდები ხელფასი. და ალბათ არ ვიცი, ალბათ 15 ლარს ან 20 ლარს ვიხდიდით ინგლისურის მასწავლებელში და მე რაღაც 7-8 წლის ბავშვი ახმეტაში დავდივარ ინგლისურზე. ეს დედის ხედვა იყო, რომ შენ ინგლისური მეცადა? დედის ხედვა იყო ეს ყველაფერი და დღემდე ძალიან, რა ვიცი, დედაჩემის ძალიან დიდი როლი აქვს ჩემს საერთოდ, ჩემს წარმატებაშიც და ჩემს ადამიანად ჩამოყალიბებაშიც, იმიტომ რომ შემდეგაც, როცა უკვე გადავედი თელავში, იქაც უკვე რომ მოვიზარდი და დავიწყეთ ფიქრი, ჩემმა თქვეს, რომ შენ უნდა ჩააბარო კარგ უნივერსიტეტში. ნუ კარგია თუ ცუდი, ხა ეგ სხვა საკითხია, მაგრამ რაც იმ დროს იყო კარგი, იქ უნდა წახვიდე და იქ უნდა ჩააბარო. ეგეც დედის ხედვაა მაშინ? ეგეც დედის ხედვაა. კი. მოგლედ დედა შენისთვის შენ აი საინვესტიციო პროექტი გამოდექი, როგორც მე ეხა მესმინება. ხო, თან დედის ერთავა, ჩემ მშობლებს მე და ძმა არ მყავს და ნუ მე ვიყავი ესე რომ ანუ მიშომ უნდა ისწავლოს და სკოლაში კარგად ვსწავლობ. გვიანი შვილი იყავი თუ არა? 30 წლისები იყვნენ, 31 წლისები იყვნენ, როცა მე გავჩდი და თავიდანვე მაგ იდეით ვიყავით, ესე რომ მე უნდა ვისწავლო, მოკლედ მე სხვა დედაჩემს პირდაპირ ქონდა ნათქვამი ჩემთვის, რომ რა ვიცი, ხა იქ მას ეუბნებიან ხოლმე თუ არა, თუ სწავლა არ გინდა, მითხარი, ნუ ფეხსაცმელები აღარ გიყიდოთ, ფეხსაცმელები არ გაცვითოთ სკოლაში სიარულისთვის. იმიტომ ტყუილად თუ უნდა იარო, ჯობია რომ საერთოდ არ იარო და წამოდი, რა ვიცი, ვისწავლოთ რაღაცა, რა ვიცი, ან ხელობა ან რაღაც და იქ გააგრძელე შენი ამბავი. ისწავლე და ზოგადად ეხა ეს რო დედაჩემიდან კი არ წამოვიდა, დედაჩემისგან გამოვიდა ინტერესი, მაგრამ მე ზოგადად ძალიან ისეთი ცნობის მოყვარე ბავშვი ვიყავი და კითხვა ძალიან მიყვარდა და რა ვიცი, წიგნებთან ვატარებდი ჩემს ბავშვობის დიდ ნაწილს, იმიტომ რომ მე მახსოვს, ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო, რომ მე მქონოდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ყველა ტომი. რატო გქონდა? იმიტომ რომ ის იყო მაშინდელი Google ალბათ, ხო? ანუ მე Google ხო არ ვიცოდი საერთოდ რა იყო, მაგრამ ერთი ტომი ქონდა, მეორე ტომი ქონდა მარტო სახში და ჩემს მამიდას ქონდა ყველა ტომი და იქ მივდიოდი ხოლმე და ის იყო Google რა, იქ ნახულობდი, რა ვიცი, გეოგრაფიაზე, ისტორიაზე, ეს ვინ არის და რაღაცნაირად მინდოდა რომ მეც მქონოდა ეს ყველაფერი სახში. და ჩვენს ოჯახში საერთოდ იყო რა ეს წიგნის კითხვა და სწავლა ზოგადად, იმიტომ რომ მე მახსოვს თუ ჩვენი ოჯახი იმ გაჭირების პერიოდშიც არ ყოფილა რომ ჩვენ გაზეთი არ გვეყიდა, ყოველთვის ჩემი შოლები ყიდულობდნენ გაზეთს, მე ვისხედით კროსვორდებს ვავსებდით. რაღაცნაირად ეს რაღაც ინტერესი, ცნობის მოყარეობა, ერუდიცია რაღაცნაირად იყო რა. თავიდანვე ხედავდი რომ რაღაცნაირად სწავლას უნდა გავყვე, უნდა ისწავლო, უნდა იყო მოწესრიგებული, უნდა იყო რაღაც განათლებული და მე უნივერსიტეტში ჩაბარების დრო რომ მოვიდა, იქაც უკვე 2009 წელი იყო და იქაც რამდენიმე ვარიანტი იყო, მაგრამ
იქაც ესე რომ ჩამოგეწერა რა რომელ უნივერსიტეტში გინდა დამოხვიდე და იქაც ძალიან ისეთი ძვირფასი უნივერსიტეტები ავარჩიეთ, იმიტომ რომ მაშინ იყო ძალიან ძვირი სწავლა, არ ვიცი რატო იყო და ესეთი მაღალ გადასახადიანი უნივერსიტეტები ავარჩიეთ იქაც, იმიტომ რომ მე უნდა წავიდე და უნდა ვისწავლო. და იქ მაშინაც წეღანად თქვი ხა პულის ფული არ გვიჭირდა, მაგრამ ჩემი შოვლი რასაც იღებდნენ, გამოვიდა რომ ჩემს სწავლაში უნდა გადაიხადათ ის ფული. ესეც იყო რა. და გადაიხადეს. გადაიხადეს კი მიუხედავად იმისა, რომ 100%-იანი დაფინანსება ავიღე, მაინც საკმაოდ ისეთი იყო, რომ მაინც იყო გადასახდელი თანხა და გადაიხადეს ეს თანხა კი. და საინტერესოა, ხო დედაჩემს მაინც უნდა რომ რაღაცნაირად ეს კორპორატიულ ამბებში ყოფილიყავი ჩართული და იქით-აქეთ და მე ბოლოს რო უთხარი, ხა ეს უკვე ბოლო პერიოდში ვამბობ, რომ აი ესე გადავწყვიტე, რომ მოკლედ მე ორჩი ჩემს ესე ვთქვათ კორპორატიულ სამსახურს და უცებ შენ რაღაცა კონსულტანტიდან და მენეჯერიდან უნდა გახდე. რაღაც ესე ჩანს რა, რომ წვადები უნდა შეწვა. მარტივად რო თქვა. ხო, რაღაცნაირი ალბათ მომენტი ქონდა იმასაც და რაღაც მოისი მომწერა, რომ რაღაც რა თქმა უნდა, გვერდში დგომა კი არა, რა ვიცი, გვერდში დგომაზე მეტი გამიკეთეს მშობლებმა და მაგის მადლიერი ვარ, მაგრამ რაღაცნაირად შევატყი, რომ რაღაც მომენტში ქონდა ის. გულისწვეტა ქონდა? ხო, გულისწვეტა, რომ რაღაც ალბათ რაღაც ის დირექტორი რო ყოფილიყავი, მაგრამ ხო, ის მომენტი არ ქონია ეხა დედაჩემმა ყოველთვის იცის, რომ შენ თუ ბედნიერი ხარ, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, ეხა მაგაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ეხა დირექტორი იქნები თუ პარტნიორი იქნები თუ სხვაგან იქნები ბედნიერი, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თავი ბედნიერი იყო რა. იცი რა მითხარი და რამე იყო შენ ბავშვობაში შენი აზრით რომელიმე შემთხვევა რომელმაც განაპირობა შენი მეწარმეობა აი რამეს აკავშირებ ბავშვობაში რამესთან რაღაცები არის ალბათ პირველი რაც თქვი რომ ხედავდი რომ აი ფულთან ურთიერთობას ხედავდი ჩემთან სახში ცოტა იყო თუ ძალიან ცოტა იყო თუ ბევრი იყო აი მას ყოველთვის ხედავდი რომ აი ფული მოდი ეხა ეს რაღაცა გადავდოთ მათ შორის პაპაც ესე იყო ამას ხედავდი მე თელავში რო გადმოვედი ჩემი მშობლები მუშაობდნენ რაღაც დიდი საბეთმო მაღაზია იყო სანამ ეს დისტრიბუციები გაჩნდებოდა და მთელი კახეთი იქ მოდიოდა და იქიდან მიდიოდა საქონელი სხვადასხვა მაღაზიებში პატესოფრის მაღაზიებში და ჩემი სკოლაც გვერდზე იყო იქ გვერდზევე იყო პირდაპირ და რო გამოდიოდი ხოლმე სკოლიდან მე მოვდიოდი და აქ მუშაობდი როგორც ესეთი ხა კომპანიის თანამშრომელი არ ვიყავი, მაგრამ ჩემები მაძლევდნენ ხოლმე ფულს, იმიტომ რომ მეც ისევე მუშაობდი როგორც ხვები. და სულ ხედავდი ამას რა, აი ამ რაღაცა რო ხდებოდა ძალიან ისეთი ხელმძღვანელი ყავდა ამ მაღაზიას, ძალიან ისეთი ასე რომ ვთქვათ, სულით მეწარმე ადამიანი ალბათ და იმასაც რო ხედავდი და ეხლა რო ვაანალიზებ, მაშინ რა მაგარი იყო, ეხლა იმას რო რაღაც ამერიკაში რო ყოფილიყო ალბათ რაღაც შეიძლება რაღაც ამაზონის შემქმნელიც კი ყოფილიყო, იმდენად მაგარი იყო და ხედავდი რა, მოკლედ აი ამას ბიზნესი, ფული, ამა ჩემს მოკონდა ხოლმე აღწერებს ვაკეთებდით ხოლმე სახში ვეხმარებოდი მეც ითვლიდა რაღაცებს და რაღაცებს ხედავდი, მაგრამ რო თქვა რომ ხა მაშინ რო ხვდებოდი რა რაღაცა რო უნდა გამოსულიყო, არა, მაგრამ ხედავდი რაღაცებს ხედავდი რა. სოდეს ახლა გამახსენდა, არ ვიცი რატო ამომიტივტივდა, თუ ამომიტივტივდა, ესე იგი სათქმელია. მე ვსწავლობდი 56 რუსული სკოლა იყო. ანუ მე მოვესწარი რუსულ სკოლებს. ხო, იყო ბავშვობაშიც იყო. მე მგონია რომ ის იყო რა ქვია. ხო და მაგ სკოლაში ვაკეში. მოდიოდა სწავლობდნენ საკმაოდ მძლავრი ოჯახის შვილები. მაშინ პრესტიჟულად ითვლებოდა. და მოკლედ მე რო ავტობუსით მოდიოდი, 27 ნომერი იყო ავტობუსი, ეგეც საბურთალოდან ვაკეში მოდიოდა. მე მოდიოდი ავტობუსით და ეხა სადაც პიქსელია მანდ გადავდიოდი, მან მაშინ სახანძრო იყო ჩემ ბავშვობაში. ჩემი კლასელები მოყავდათ ამ მშობლებს მანქანით, ამ ზღოლით. ანუ ოლგა იყო ეგეთი მანქანა ჩემ ბავშვობაში. და მე რომ ამას ხედავდი და მე ამ დროს ავტობუსით მოდიოდი და რაღაცნაირად იცი რა, მივიღე გადაწყვეტილება რომ მე ეს ყველაფერი მექნებ. აი ძალიან კონკრეტულად მახსოვს, რომ არ შემშურდა, მაგრამ მომინდა. მესმის. აი მომინდა, მე ვთქვი რომ მეც მინდა ყველაფერი მქონდეს, ყავდეს ზღოლი, თან ხედავდი, აუ შემერ წარმოგიდგენთ ჩვენ ბავშვობაში უცხოეთიდან რო ჩამოქონდათ პენალი. თანქრების შესაძლებლობა, პანქრები რო ჩამოქონდათ და ფლომასტერები და
ასტები და ეს უცხოეთში რო დადიოდა ხალხი და მე ჩემ შრომებში მაშინ მე მგონი უცხოეთში ნამყოფები არიყვნენ. და აი სკოლაში რომ მოქონდათ ეგეც მომინდა. ანუ მე ვთქვი რომ მექნება. ანუ რაღაცა კუთხით ამ საბავშვო გადაწყვეტილებებმა რომ რაღაცა დავინახე რაც მომეწონა და ჩემთვის ხელმისაწვდომი იმ მომენტში არ იყო, არ შური და ბოღმა კი არ გამოიწვია ჩემში. მოტივაცია. ხო, ეხლა ეგეთი რაღაც იდეაში არ ვიცი, შეიძლება არ მიფიქრია, მაგრამ მაგას ხომ მეც ხედავდი, იმიტომ რომ მე რო ჩამოვედი თბილისში, ხო ჩამოვედი 2009 წელს ჩამოვედი თბილისში. თბილისში რა ხდებოდა არ ვიცოდი, რა ვიცი, ხო რამდენჯერმე ვიყავი გავლით ნამყოფი თბილისში და რო თქვი რომ ისეთ უნივერსიტეტში ვსწავლობ, დიდი გადასახადი იყო და თავისთავად იქაც მასე იყო რა, ანუ მე ვიყავი ისეთი ოჯახიდან, რომელსაც მშობლებს რაღაცა უნდა გაეღოთ და ბევრი ჩემი კურსელი იყო ისეთი, რომელიც უბრალოდ ჰქონდათ იმ მშობლებს და იქ იყვნენ და ეგეთი რაღაც მახსოვს, რომ მოსკოვის გამზირზე ვცხოვრობდი და ჩემი უნივერსიტეტი იყო აღმაშენებლის ხეივანში და 4 წელი იქ ვიცხოვრე და ბიძასთან ცხოვრობდი და მიწევდა 3 ტრანსპორტის გამოცვლა ყოველ დღე. ანუ ჯერ მივდიოდი მეტრომდე ავტობუსით, მარშრუტკით, ეგრეთ წოდებული მარშრუტკით, სამარშრუტო ტაქსით, მერე მეტროთი და მერე დიდუბის ავტოსადგურიდან უნივერსიტეტში და იქიდანაც იგივე გზას მოდიოდი და მახსოვს, რომ რაღაც ჩემი ჯგუფელები იყვნენ, რამდენიმე თქვა, რომ ესო ძალიან შორიაო, მე აქ საბურთალოდან როგორ ვივლიო. ანუ ეგეთი მომენტიც კი მახსოვს და ალბათ შეიძლება მეც ვქონდა ეგ, არ მიფიქრია ალბათ, რომ ეხა მეც მინდა რომ რაღაცა ესეთ შევქმნა და მეც მინდა რომ მანქანით მოვიდე აქ და ჩემი მანქანა მყავდეს და რაღაც, მაგრამ შეიძლება ჩემ გონებაშიც რაღაცა დაილექა მაგ დროს. არ ვიცი, მაგრამ მეც გამოვცადე ეგეთი რაღაც რა. რა როლი აქვს შენ ბიზნესში შენ მეუღლეს? სახელის გარდა რამე როლი თავს? უნიშნულოვანესი და ჩემ ცხოვრებაში საერთოდ უნიშნულოვანესი როლი აქვს ჩემს მეუღლეს, იმიტომ რომ ის არის ჩემთვის მე რომ იმ კომფორტიდან გამოვედი, სამაგიეროდ ჩემმა მეუღლემ მომცა ის კომფორტი, რომ მე რაღაც მიდი მიშა, შენ ესქენი და ყოველთვის ეს თუ გინდა გააკეთე, შენ ამაზე არის დარდო, ამას მე მივხედავ, უდიდესი როლი, რა ვიცი. მხარდამჭერია შენი SMS? ნომერი 1 მხარდამჭერია ჩემი. და ქვია შენ მეუღლეს? სოფო, მადლობა მხარდამჭერისთვის. 11 წელია რაც ცოლქმარი ვართ, მანამდე ალბათ 1-6-7 წელი შეყვარებულები ვიყავით. რა ვიცი, უფრო დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ვიდრე არ ვიცნობთ და ჩემი პირველი მხარდამჭერია, ყავს 2 შვილი და რა ვიცი, ასე რომ ვთქვათ, მადლობელი ვარ და ზოგადად საერთოდ მე მადლობელი ვარ ჩემი ცხოვრების რაც აქამდე მოვიდი, იმიტომ რომ მგონია რომ ყველაფერმა რაღაც როლები ითამაშა. კარგმა ხო ითამაშა და ითამაშა. ცუდმაც რაღაც როლები ითამაშა. მთავარი ახლა აქ რო ვზივარ და რაღაც ვყვები რაღაცა ჩემს ისტორიას, იმ ყველაფრის დამსახურება. ამიტომ რაც იყო, ყველაფერი კარგი იყო რა. მადლიერი ვარ ყველაფრის. იცი რა მითხარი და ვინმე, ანუ როგორ ინსპირაციის წყაროები მაინტერესებს შენი, ანუ ვისი მაგალითი იყო შენთვის ინსპირაცია, ან შეიძლება ანუ როგორ ინსპირირდებოდი და ვინ გაინსპირირებს ზოგადად შენ სამეწარმეო საქმიანობაში? არ მაგაზე სიმართლე რო თქვა რამე კონკრეტული ადამიანები ალბათ არ ვიცი. უბრალოდ კითხულობ ხოლმე უყურებ რაღაცებს და რაღაცები ხან იქ მომწონს, ხან აქ მომწონს, ხედავ რაღაც საინტერესო. ძალიან მომწონს ხოლმე ისეთი ამბები, რომ ვიღაცას რაღაც არ გამოუვიდა. ხო რა ვიცი ხა მაგალითად ეს ჯეკმა ალიბაბას დამფუძნებელი ხო რაღაც მაკდონალდში მივიდა თუ არ ვცდები გასაუბრებაზე ბევრჯერ დაიწუნეს. რა ვიცი სპორტი მიყვარს ძალიან სპორტის. და კაია რომ დაიწუნეს. ხო სპორტი მიყვარს ძალიან და მაიკლ ჯორდანის ცნობილი ფრაზა არის რომ იმიტომ არის ესეთი მაგარი რომ ჩამოთვლილი აქვს რამდენჯერ ვერ ჩააგდო ეს გადამწყვეტი სროლი და ეგეთ რაღაცებზე ინსპირირდები ხოლმე და ხვდები რომ ნორმალურია რა რაღაცა გამოგდის რაღაცა არ გამოგდის მაგრამ მიდიხარ რა. და ალბათ სავარაუდოდ რაღაცა პოდკასტები ჩემი ნანახი გაქვს და რომელი პოდკასტი იყო მაინსპირირებელი შენთვის? ძალიან ბევრი პოდკასტი მაქვს შენი ნანახი. სუპერულად რო უყურე გეგუშაფი ჩხაიას, ის იყო ძალიან საინტერესო ერთი, იმიტომ რომ ისიც კვების სფეროზე იყო და ბოლო დროს უყურე ლევან ბახიას და ის ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ იქ რაზეც საუბრობს, აი ფულზე, აი რო ამბობს, რომ ფული რა თქმა უნდა, ლევანი კი ამბობდა, რომ ფული უფრო რაღაც ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ აშკარად აქცენტს აკეთებდა, რომ ფულის იქითაც ბევრი რაღაც არსებობს, რაც არ გასვენებს და გინდა რომ გააკეთო, შესაძლებლობა გაგიჩნდეს. ეგეც რაღაცნაირად ჩემთვის ძალიან მაინსპირირებელი იყო. ლევანის პოდკასტი ძალიან მომეწონა რა. და არის მაგალითად ვისაც ისურვებდი, რომ ჩემ პოდკასტში იხილო, აი ვინ არიან ისეთები, ვისაც ისურვებდი და ჯერ არ მყოლია.
ვიფიქრე მაგაზე გზაშიც ვიქროდი, მაგრამ ალბათ რო გითხრა ვერ მოვიფიქრე, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ აი თუ მოიწევთ ისეთ ხალხს, რომელიც აი ახალი თაობის არის უფრო და ახალმა თაობამ გაიარა რაღაცები, რაღაც გადაწყვეტილებები მიიღო, ეგ ჩემთვის მაგალითად ძალიან საინტერესოა ხოლმე. ეხლა იმეცნობადი სახე რო თქვა, მეტნაკლებად მაინც გვაქვს იმ ხალხზე წარმოდგენა და ვიცით რა გზაც გაიარეს, მაგრამ ეხლა ჩემნაირი ადამიანი, რომელსაც ხედავენ, საერთოდ არავინ არ მიცნობს ხოლმე, ეხლა ვიღაც მიცნობს, ვიღაც არ მიცნობს, მაგრამ შეიძლება ვიღაცისთვის საინტერესო იყოს და თან რაღაცნაირად ეს ახალი თაობაც, იმიტომ რომ მე ხა 33 წლის ვარ და ხედავ რომ ჩემს თაობაში უკვე ბევრი არის ესე რომ აი მივიდა იქ სადღაც ნახა რაღაც იმუშავა სადღაც და ეხლა არის ამ განცდებში რომ ჩემი რამე ხო არ გავაკეთო და რაღაცნაირად თუ ესეთი ხალხს მოიყვანთ რომ უთხრას რომ კი ეხლა არის დრო ეხლა შეგიძლია გაბედვა აი კარგი იქნება ეგ ამბავი ვიდრე აი ის ვიზეც უკვე ვიცით რომ თავის წარმატება ნახა და მიაღწია. კაი და შენი მოსრიალებები და ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი გაკვეთილები გაგვიზიარე შენი სამეწარმეო ამ 2 წლიანი გზიდან. ხო, მნიშვნელოვანია მეგობრებო. 2 წელია მიშორაც აკეთებს ცეცხლი აინთოს კონცეფტს ახორციელებს. ამ დამწყები რეალურად დამწყები ის არის რა საკმაოდ დამწყებ ფაზაში არის ჯერ კიდევ ორი ობიექტია თუმცა ორივე კარგად მუშაობს და კიდე გაფართოებაზე ფიქრობს მაგიტო არის მიშოს მაგალითი საინტერესო იმიტომ რომ კორპორატიული კარიერაა გაკეთებული კარგ დონემდე მივიდა და გადახდა სტარტაპში გააკეთა რავი ვერ ვიტყვი რომ მოდი წვადი შევწვათ რამენაირად ორიგინალური იდეა არის. მოდი ესე ვთქვა. ეს ერთი შეხედვით რო შევხედოთ. ხო, რავია, რაღაცა ისა და როგორც გეგუშა ამბობდა რა, ანუ რომ ყველა ნიშაში არსებობს გაუმჯობესების საშუალება. უბრალოდ მივიდა და თქვა, რავი, წვადი გემრიელი, წვადი საჭმელად ადამიანმა არ უნდა შეუკვეთოს კიტრი, პომიდორი, ყველი, ყველაფერი დანარჩენი, თუმცა ის ოფციაც არსებობს, თუ кейფი გინდა არის რესტორანი და წადი ვინ გიშლის. მაგრამ თუ გინდა ნახევარ საათში, 20 წუთში გემრიელი მწვადი ჭამო თან აქვე აბაშიძეზე, რა ვიცი, შენ რა ამბობდი ხა გარეთ, რომ რავი, ჭოჭმანობდითო, რომ შუა აბაშიძეზე რა უნდა სამწვადესო. მე და ჩემი პარტნიორი მაგაზე ვსჯელობდით, რომ აი ვაკეა, მაინც ვაკეა და თუ ხა იქ წვადს ჭამენ და კი როგორ არ ჭამენ. კარგი რასაც აკეთებ, ყველაფერი კარგად გამოდის, ადამიანს კარგად გააკეთებ. დღემდე იმჯერა რომ აი სადაც გონია რომ არ იმუშავებს, იქაც იმუშავებს, თუ აი სულს და გულს ჩადებ და მაგას გააკეთებ. და ჩვენი თავარი მუღამი კიდე ის იყო, იმის გარდა რომ 20 წუთში ჩვენ თქვით რომ მე შევქმნი სტაბილურობას, ანუ ჩვენმა ერთმა მეგობარმა მოგწერა, რომ თქვენი მწვადი არისო სიურპრიზების გარეშეო. ხო, სიურპრიზის სინამდვილეში ხო კარგია, მაგრამ ზოგ თემაში არ არის კარგი. ხო და თქვენო, მე და ჩემს პარტნიორს გითხრათ, თქვენო შექმნითო მწვადი სიურპრიზების გარეშეო. მე როცა უკვეთავო, მე ვიცი რას მივიღებო. და მოდი მეგობრებო, გინ ჩამითვალე რეკლამად გინ ჩამითვლი. ცეცხლი აინთოს წვადი თუ არა გაქვთ გასინჯული, ერთხელ მაინც გასინჯეთ. და მიხვდებით რაზე ვლაპარაკობთ. თორე ესე კი შეიძლება, რავი, წვადი ყველას გასინჯული გვაქვს და ბევრჯერ, მაგრამ მაინც მე მგონი საინტერესო კონცეფცია. კი, ჩვენ წადეთ რა, მე და ჩემი პარტნიორმა წადეთ რა, რომ დავარღვიოთ ის რაღაც სტერეოტიპი, რომ ქართული ჭამა, ქართული ბიზნესი, აი თავიდან კარგად დაიწყებს და მე ცუდად წავა, არაფერი არ წავა ცუდად. ყველაფერს მივხედავთ, უფრო გავაუმჯობესებთ და ყველაფერს ისე ვიზავთ, როგორც უნდა იყოს და არა ისე, როგორც ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ. ხო და რა იყო ის თავარი გაკვეთილები და მოსრიალებები? არ გიპასუხია მაგ კითხვაზე. გაკვეთილები, რა ვიცი, იქიდან დავიწყე, რომ რაღაცა ვიყიდეთ, რომელიც საერთოდ არ უნდა გვეყიდა, სინამდვილეში არაფერში არ გვჭირდებოდა ის რაღაცეები და მივხვდი, რომ იქ ტყუილად გადავიხადეთ ფული. ბევრი რაღაცა იყო, რაღაცა ადამიანურ მენეჯმენტშიც ბევრჯერ ქონია, რომ გეგონა, რომ აი ესე თუ გავაკეთებდით, რა ვიცი, მაგალითად, თუ ძალიან კარგები ვიქნებოდით, ამიტომ რაღაც თქვათ, უფრო ლოიალური იქნებოდა ბევრი თანამშრომელი, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ ხდება. ხან ესეა საჭირო. აი ყოველ დღეს ვსწავლობთ, მეც მაგით გამოდოდა, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ვინმე შეიძლება ეხა დავждე და ვასწავლო, 2 წელია სულ ამას ვაკეთებთ, ყოველ დღე ხდება რაღაცეები, შეცდომები, რა ვიცი, ნორმალური მგონია ეგ ყველაფერი. ერთადერთი რაც მინდა ვთქვა, რომ მარტო ძალიან გამიჭირდებოდა ამის გაკეთება რა, ანუ მარტო საკმაოდ რთულია, კარგი პარტნიორი ჩათვალეთ, რომ რა ვიცი.
ანუ ბიზნესი ხო მე ესე ვხედავ, ბიზნესი ბოლოს მაინც გუნდური თამაში ეს არ არის ინდივიდუალური სპორტი, იმიტომ რომ ხა მარტო ხო არ მიდიხარ და მარტო ხო არ აკეთებ ყველაფერს. შენ გჭირდება ადამიანები, რომლებიც გამოყვებიან და პარტნიორი ხომ მithumetes, რა ვიცი, ეს არის რა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი ჩემთვის მაგალითად და ჩვენი ბიზნესიც მე ესე ვთვლი. გინანია რომ Deloitte-ის ტანკი დატოვე და არ მინანია და სექტემბერში დავდიოდით ხოლმე, კარგ სასტუმროებში დავდიოდით ხოლმე ერთი კვირა. აი პარაგრაფში დავიდოდით ხოლმე, დავისვენებდით და ეხლა არიან ჩემი თანამშრომლები და სტორიებს ნახულობ ხოლმე და მე ამ დროს შეიძლება რა ვიცი, სადღაც ვიყო ან ხელები ეს დასრული რაღაც, მაგრამ ერთ წამი არ გამიფიქრე, ნეტა მეც ვიყო მეთქი და მაგ დროს კიდე ერთხელ ვწმუნდები რომ არა რა. რაც გავაკეთე ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც უნდა გავაკეთე. ანუ მან ხარ სადაც უნდა იყო? იყო? იქ სადაც უნდა ვიყო და აი 2 საათით რო წავიდე სახში, რომ მივდივარ გზაში, დაღლილით ვარ რაღაც, მაგრამ გძნობ რომ სწორ გზაზე ვდგავარ რა. იმიტომ რომ იქ განიცდი რაღაცა ანუ გაცილებით რთულია ვიდრე კორპორატული სამსახური. ამას ვეტყვი ადამიანებმა ალბათ რო იცოდნენ, რეები ელოდებათ, შეიძლება არც იფიქრონ მაგაზე რა. ანუ თუ გონიათ რომ რაღაც ესე იქნება, ეგრე არ იქნება, ბევრი იქნება რთულად, მაგრამ გაცილებით დიდ ბედნიერებას და სიამოვნებას იგრძნობთ, იმიტომ რომ აი სუბზოლაში იქნებით ყოველ დღე, მაგრამ აი თქვენი თავისთვის იქნებით, თქვენი ოჯახისთვის იქნებით, დედასთვის, შენი შვილებისთვის, შენი მეუღლისთვის და აი ეგ ძალიან დიდ სიამოვნებას მოგიტანს რა. აი, მაინც კორპორატიული ბექგრაუნდი გაქვს შენ, ანუ ისტორია. და დაგისვავ კითხვას. როგორია შენი ხედვა 5 წელიწადში, 10 წელიწადში ამიღწერი ცეცხლიანითოს როგორ ცეცხლიანით. კი ბატონო, ცეცხლიანითოს ჩვენი მიზანი არის რომ ჩვენ გავხდეთ გამართული, ჩვენ უნდა ვიყოთ ზრდაზე ორიენტირებული კომპანია და არა გადარჩენაზე. ჩვენ უნდა გავფართოვდეთ, უნდა გავხდეთ ქსელური. რამდენი? 5 წელიწადში რამდენი ობიექტი უნდა გქონდეს? 5 წელში ალბათ 10, ან საქართველოს უნდა მოვიცვათ, ხო? ნუ ეხლა თბილისიდან სადმე წახვიდები ბათუმში. ხო, ბათუმში შეიძლება 2 ობიექტიც აიტანოს სიტყვაზე. რა, ჩავთვალოთ რომ 10 ობიექტი უნდა გქონდეს, უნდა ვიყოთ ძალიან ისეთი, აი სტანდარტებით და ძალიან მოწესრიგებული და ძალიან კორპორატიული ყველაფრით გამართული კომპანია უნდა ვიყოთ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ უბრალოდ რაღაც კომპანია, რომელსაც რაღაც წვას წვავენ და ფულს აკეთებენ. არა, ანუ უნდა შევქმნათ კარგი ქართული კომპანია, იმიტომ რომ რატო არ უნდა შევქმნათ? იმიტომ რომ არც ერთი ქართული კომპანია არ არსებობს, რომელიც ქართულ პროდუქტს ქმნის და თან ქსელს. ანუ რესტორნები კი არის, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს ერთი ქოლგის ქვეშ არ არიან. საშაურმეები არის ქსელურები, მაგრამ შაურმა ხო ქართული არ არის. ხო არ არის სიტყვაზე რა ვიცი პიცერიები არის ქსელური, მაგრამ ისიც ხო საბურგერიებიც ხო არ არის ქართული და რატო არ შეიძლება რომ ერთი ქართული კარგი ბრენდი კონდეს კვების სფეროში, რომელიც იქნება ბევრგან და თუნდაც მე იფიქრებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლაზე. რატომაც არა, ანუ შეგვიძლია, ანუ კარგი სამზარეულო გვაქვს და თუ კარგი ადამიანების ხელში იქნება და შრომის მოყოლი ადამიანების ხელში რატო არ შეიძლება რომ ყველაფერი გამოვიდეს. რავი, სადაც ანტრე წავიდა და ლონდონი დაიპყრო და ეგერ მეოთხე რესტორანს ხსნის ლონდონში და აგერ ამერიკას უყურებს, რატომაც არა? კი. აბა გაქვს განცდა რომ მოყევი შენი ისტორია? მე მგონი კი. არ ვიცი ეღანაც თქვი რომ 1 საათი რა უნდა ვილაპარაკო და მე მგონი საათნახევარი ისე გავიდა გაფრინდა რომ ვერც გავიგე და რავი ძალიან კარგია. მადლობა მარტო იმიტომ კი არა მე მომიწვია, იმიტომ რომ ამას აკეთებ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ადამიანებს ეს ჭირდებათ, იმიტომ რომ იმაში არის ბევრი ადამიანი გაჭედელი, რაშიც მე ვიყავი. კორპორატიული სამსახური, გავბედო, არ გავბედო და თუ რაღაცნაირად ერთ ადამიანს მაინც ჩემი რაღაცა ისტორიით, ჩემი გულსფელი მოყოლით ერთ ადამიანს მაინც მივცემ პატარა ბიძგს მაინც ან პატარა ფიქს მაინც აღუძრავ რომ იქნება მართლა ღირს, იქნება აი ხა ამას თუ გამოვიდა მე რატო არ გამომივიდა. ეგეც შეუულებრივი რამეა. ხო მე სულ მქონია ეგეთი რამე, ვიღაცას თუ გამოვიდა მეც გამომივა, აი. მე თუ გამომივიდა, შენც გამოგივა. მადლობა მიშო შენი ისტორიის გაზიარებისთვის. მეგობრებო, ეხლა მე გუნდს თხოვ რომ ამოანათოს QR კოდი ლინკის ბმულის რო გადახვიდეთ და გააზიაროთ თქვენი ისტორია დამწყებ ენტერპრენიორებს მიმართავ. როგორც მიშომ გააკეთა, როგორც მანამდე გიორგიმ გააკეთა, ისე გიორგიმ გაკვალა ეს გზა, იმიტომ რომ რაღაცნაირად 100 ჯერ მოგწერა და დავპატიჟეთ, ჩავწერეთ. უამრავი გამოხმაურება მოყვა გიორგის გაზიარებას სამეფო თაფზე. დარწმუნებული რომ მიშოსაც
იქნება ბევრი გამოხმაურება, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა ამ მულზე და გამოგვიგზავნეთ თქვენი ისტორია. ყველაზე მთავარია თქვენ გჯეროდეთ, როგორც მიშამ თქვა, რომ თქვენ გჯეროდეთ, რომ თქვენ გაზიარებაში არის რაღაცა ფასეული. არა მარტო თქვენთვისო თქვენი ბრენდი წარმოაჩინოთ, არამედ მოყვეთ ისტორია, რომელშიც სხვა ადამიანმა შეიძლება დაინახოს თავისი თავი და თქვენნაირად გაბედოს და იაროს ამ გზაზე, იმიტომ რომ საქართველოს ჭირდება დოვლათის შექმნა, ბევრი მეწარმე და რაც უფრო მეტი მეწარმე და დოვლათი და ეკონომიკური თავისუფლება გვექნება, მით უფრო მეტად თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. მადლობა მიშა, მადლობა გუნდს, მადლობა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს და მომავალ შეხვედრამდე. მადლობებით. ოჰო!